და შიმშილობის შეწყვეტაზე ოპოზიციის პასუხი. თუ არ მოგვარდება, მე ვთვლი, რომ ისევ და ისევ ოპოზიცია იზარდებს, იმიტომ რომ ხელისუფლებას საარჩევნო მანქანა ჩართული აქვს, საარჩევნო კამპანია მიდის სრულისვლით. თუ ჩვენ ვიქნებით ადეკვატური, ხელისუფლებას უნდა იყოს ადეკვატური. ხელისუფლების და ოპოზიციის შანსებზე და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზით არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩვენ შეკითხვებს პარიზიდან პირდაპირ ეთერში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პასუხობს. საქართველოს ნატოში გაწევრიანდება, რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ზომებს მიმართავს. რუსეთის სათათბირო ხვალ აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ osეთის საკითხს იხილავს. ვაშინგტონში კი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან ნატოში შესვლის შანსებს არკვევს. მოსკოვი, თბილისი, ვაშინგტონი. მთავარი თემები პრაიმ ტაიმში. მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ანალიტიკური ჯგუფი პრაიმ ტაიმი და TBC სტუდია წარმოგიდგენთ პოლიტიკურ თოქ-შოუს მთავარი თემები და მთავარი პოლიტიკური სტუმრები. სულ ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა განცხადება, რომელსაც ელოდა მთელი ოპოზიციური სპექტრი. მან გადაუხადა მადლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღევანდელი მოწოდებისთვის და გააკეთა ასეთი განცხადება: ჩვენ ველოდებოით, რომ პატრიარქის კურთხევაზე შეწყვეტილიყო შიმშილობა, იქნებოდა ერთიანი თანხმობა. ამის ნაცვლად ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური მოთხოვნები წაუყენეს საქართველოს პატრიარქს, რაც მიგვაჩნია კატეგორიულად მიუღებლად. დიალოგისთვის კარი ისევ ღია, არჩევნების თარიღი გადაწყვეტილია და ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. პოლიტიკური ულტიმატუმების პატრიარქისთვის წაყენება არის მიუღებელი და ვწუხვა, რომ ოპონენტებმა ეს გზა აირჩიეს. როგორ შეიძლება განვითარდეს ამ განცხადების შემდეგ მოვლენები ქართულ პოლიტიკაში? მთავარი პოლიტიკური თემების ანალიზით ჩვენ დღევანდელ გადაცემას გავხსნით პირდაპირ ეთერში ჩართვით პარიზიდან. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. მე მას მივესალმები, რამდენადაც ვიცი, ბატონი ირაკლი არის უკვე ხაზზე. ბატონო ირაკლი, საღამო მშვიდობის, როგორ ბრძანდებით, როგორ გესმით ჩვენი? საღამო მშვიდობის, მოგესალმებით თქვენს და მივესალმებით სრულად საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში. მე მინდა თქვენთან საუბარი და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე საუბარი დავიწყო სწორედ სულ ბოლო თემით, რომელიც გაჟღერდა 2 წუთის წინ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკური მოთხოვნების წაყენება პატრიარქისთვის მიაჩნია კატეგორიულად მიუღებლად და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს დღევანდელის შემდეგ უკვე მოვლენები ქართულ პოლიტიკაში? საერთოდ საუკეთესო ტაქტიკა თავდასხმა ბრძოლაში და ბურჯანაძის მოქმედება დაახლოებით მაგას გავს, მაგრამ ბურჯანაძე არის, მის უკან სააკაშვილი გზა და სააკაშვილი მართავს მას. ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ეს თუნდაც აქედან ჩანს. ქვეყანა შესულია საკმაოდ ხრმა პოლიტიკურ კრიზისში და ხშირ შემთხვევაში სიტუაციიდან გამოსავალი არის ხოლმე საკუთარი შეცდომების აღიარება. მე არ მინდა ახლა დიდაქტიკური ტონი გამომივიდეს და ვინმე ჩათვალოს რომ რაღაც ეიფელის ფონზე ზის პარიზში და იქიდან ჭკუას გვარიგებს, მაგრამ ის არათანმიმდევრულობა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო გამოწვეული და ის ხისტი პოზიცია, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებდა, იყო განსაზღვრელი იმისა, რომ ბოლოს ყველანი აღმოჩნდით აი აქ, ამ ადგილას, აი ამ წერტილში. აქედან გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ამას ჭირდება პირველ რიგში, როგორც ვთქვი, შეცდომების აღიარება. აშკარად გამოჩნდა, რომ სრულიად უადგილო და სრულიად არაეფექტური იყო ხელისუფლებასთან იმ ეტაპზე დიალოგის წარმოება, რა ეტაპზეც ეს დიალოგი დაიწყო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხის მხრიდან მოთხოვნა იყო რადიკალიზაციაზე და გარკვეული ხისტი ნაბიჯების გადადგმაზე და ეს ვერ იქნა მიღწეული და დღეს ბუნებრივია ჩვენ ვიმკით იმ შედეგს, რომელიც ჩვენი ნამოქმედარია. მე ამაში ჩემ თავსაც გულისხმობ, მე არ მინდა ვინმე მართლა რაღაც ჭკუის დაბრაგებლის სრულში აღმიქვას, მაგრამ ეხლა ფიქრის დრო აღარ არის საჭირო, ეხლა არის საჭირო საკმაოდ ხისტი და გონიერი ნაბიჯები გადავდგათ. რას გულისხმობთ? მეც ვფიქრობ ამაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი აქედან, მაქვს კონსულტაციები ჩემს მეგობრებთან, ჩემს პარტნიორებთან, ძალიან ბევრი ადამიანთან ოპოზიციაში და მე მგონი, რომ უახლოეს დღეებში უნდა იქნეს მიღებული საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილებები. ცოტა არასერიოზულს ემსგავსება საუბარი იმაზე 75 თუ 100, 85 თუ 175. ადამიანმა ქვეყანა დაამსგავსა საკუთარ კერძო დუქანს. სააკაშვილი მყავს ხედველობაში და გუშინ წინ პირდაპირ ცხვირწინ აგვაცალა ბრძოლის უკანასკნელი ბასტიონი, ტელეკომპანია იმედი.
დღეს მე მგონი ამაზე უფრო მეტად ყურადღება გასამახვილებელი, ვიდრე იმაზე პარლამენტში 15 მანდატით მეტი იქნება, აქეთა მხარეს ან იქეთა მხარეს თუ 5 მანდატით მეტი არ ნაკლები. თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიცია ბატონო ირაკლი არის თანახმა, რომ აი ამ პირობით მან შეწყვიტოს შიმშილობა. მე ერთი კითხვა მინდა, ვიდრე თქვენ განაგრძობთ საუბარს აქვე, რომ უბრალოდ დავაკონკრეტოთ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო არათანმიმდევრულობა ოპოზიციის მხრიდან. ანუ დღეს გაკეთებული განცხადებაც თქვენთვის მიუღებელია, რომელიც საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ გაკეთდა იგივე ამ 75 ადგილზე. ანუ ოპოზიცია არის ამ შემთხვევაში არასწორი. მე არ ვამბობ, რომ ეს მიუღებელია, ეს არის შესაბამისი დღევანდელი რეალობისა. სამწუხაროდ შესაძლებელი იყო, რომ დღეს სულ სხვა რეალობა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ ბუდის ვიხდი მე არ ჩამთვალოს ჭკუის დამრიგებლად აქედან. მაგრამ გარკვეულმა არათანმიმდევრულობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ სახვეწარი გახდა სააკაშვილთან 15 მანდატით მეტი იქნება პარლამენტში, საერთო რაოდენობა თუ 5 მანდატით ნაკლებია, ასე ვთქვით. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები უმთავრეს თემას. მიზანმიმართულად ნაბიჯ ადამიანმა ქვეყანა დაამსგავსა მართლაც საკუთარ დუქანს. ბოლო რაღაცა დასაყრდენი დემოკრატიისა, თავისუფლების ხარისხის ამაღლებისა ეს იყო ტელეკომპანია, რომელიც ახლა გაიყვა, იყო სხვადასხვა პიროვნებების ხელში და სრულიად გაურკვეველი მეთოდებით, ჩუმად, კულისებში, აი ესე ჩამოვართეს ოჯახს და დაისაკუთრა ვინმე კაკიაშვილმა. მე ამ პიროვნებას კარგად ვიცნობ და ეს სქემა, რომელიც ახლა იქნა განხორციელებული ტელეკომპანიებთან მიმართებაში, არის ზუსტად ანალოგიური იმ სქემისა, რაც განხორციელდა წელიწადნახევრის წინ რუსთავიორთან მიმართებაში, როდესაც ის წაართვეს ქიბარ ხალვაშს. დღეს თუ ქართველმა ხალხმა ნიშნულობა აღარ აქვს ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტის რაოდენობასთან დაკავშირებით იქნება ეს პოლიტიკურების გათავისუფლება არ გათავისუფლებასთან, CSKO-ს თავმჯდომარის გამოცვლა არ გამოცვლასთან, ბურჯანაძის გადადგომა არ გადადგომასთან, რაც სრულიად სასაცილოა ამ დონეზე რომ მოგვიწია დასვლამ. დღეს მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ერთი, ქვეყანაში თავისუფლება უნდა იქნეს შენარჩუნებული და ეს ინსტრუმენტი არის ტელეკომპანია იმედი, რომელზეც ყველა მეთქს უნდა ავიმაღლოთ ხმა. ამ პიროვნებამ საკმაოდ დიდი სიახლოვე გამოიჩინა ხელისუფლებასთან ჯერ კიდევ 2004 წლიდან ის კოტეკემულარიასთან მეგობრობდა მან გამასუნა პირადად მაგათო დამიკონკრეტეთ კი მასე ვსაუბრობ მე პირველად გავიგე რომ ის კაკიაშვილი ყოფილა ჯოზეფ კაის სახელით იცნობდი მას აქამდე კოტემ გაგვაცნო მეც ადეიშვილსაც სააკაშვილსაც სუღელას ამ პიროვნებას დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ხელში უვარდებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტები საქართველოში. რამდენიმე წლის წინ მან იყიდა აგარის შაქრის კომბინატის საკონტროლო პაკეტი. ერთი წლის წინ თუ წელიწადნახევრის წინ მან იყიდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. ეს ყველაფერი ხდებოდა ხელისუფლების ხელშეწყობით. და ბუნებრივია ახლა მას მოთხოვეს დივიდენდების გადახდა და ის არ აუდგა ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ და საკმაოდ ისეთი აფერისტული კომბინაციით ამ ოჯახს ეს ხელიდან გამოძალა ეს ტელეკომპანია. თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება შეგედაოთ ბატონო ეს ტელეკომპანია არ იყო არც ბადრი პატარკაციშვილის, არც მისი ოჯახის და არც რომელიმე კერძო პიროვნების და კონკრეტული პიროვნების და არც ნიუსკორპის. ეს ტელეკომპანია მისი ფორმატიდან გამომდინარე უკეთ ეკუთვნოდა მთელ ქვეყანას და ხალხს. ამაზეა დღეს საუბარი და არა იმაზე სასამართლოებში ახლა გადაგდება. თუმცა ერთი თუ შეიძლება აქვე დავაკონკრეტოთ ამ შემთხვევაში იგივე როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ კეთდება ეს განცხადებები ახლა თქვენი მხრიდან შეიძლება შეგედაონ და ალბათ ეს იქნება ასეც იტყვია რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ ეს მოხდა თავად იგივე იმ ადამიანების მონაწილეობით ვიზეც იყო გადაფორმებული ეს ყველაფერი და ანუ ეს მოხდა რაღაც შიდა გარიგებით რა შუაში აქ ხელისუფლება ეს იქნება ძალიან ისეთი ჩვეულებრივი არგუმენტი რომელშიც გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ სამწუხაროდ მათ არგუმენტი არ ექნებათ რუსთავიორთან მიმართებაში. წელიწადნახევრის წინ პირადად პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიბარა ქიბარ-ხალვაში და მოთხოვა მისი 75%-ის თუ 80%-ის ზუსტად აღარ მახსოვს ფლობელობაში არსებული რუსთავიორის და ტელეკომპანიას ვისწილების გადაფორმება ბიძინა ივანიშვილზე ჯერ. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ატომღაც შეეცვალა შეხედულებები და მოთხოვეს უკვე გადაფორმება ბეჟუაშვილზე. ბეჟუაშვილის შემდეგ კიდევ შეეცვალათ სანამ ხელი მოაწერინეს დოკუმენტებზე ასე ვთქვათ შეხედულებები და უკვე გადააფორმეს სააკაშვილის ახლობლებზე. კომპანიაზე რომელიც რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე გეომედია. შეგიძლიათ ნახოთ ეგ ყველაფერი. ბატონო ირაკლი, უბრალოდ აი ეს სააკაშვილმა მოთხოვა ქიბარ-ხალვას ეს და ამის მერე ბუნებრივია ლოგიკური კითხვა ისმევა რომ ხელისუფლება დგას ამის უკან რა თქმა უნდა აბარა.
კი, მაგრამ თქვათ იგივე იმედის შემთხვევაში მე არ მინდა მხოლოდ ამ თემით რომ დავკონკრეტდეთ, თუმცა ეს არის ძალიან სერიოზული თემა და მე გეთანხმებით რომ დღეს ძალიან მძიმეა ვთქვათ იმის ყურება რომ გათიშული არის ტელეკომპანია იმედი და მე ამ შემთხვევაში ვიზიარებ იმ პოზიციას, რასაც იზიარებს ყველა მაყურებელი, ვინც ყავდა ტელეკომპანია იმედს და ეს იყო ურიცხვი მაყურებელი, რომ ტელევიზია უნდა ჩაირთოს, უნდა გავიდეს ეთერში, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელია გითხრა რომ თუ კი მოხდა იმ კონკრეტულ პიროვნებებზე გადაფორმება, ვთქვათ ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან თუნდაც ხომ არ იქნებოდა ვთქვათ ხელისუფლებისგან იძულებული ამ შემთხვევაში ბადრი პატარკაციშვილი რომ აი მის თქვენ ამბობთ რომ ეს არ ეკუთვნოდა ტელეკომპანია იმედი, არც პატარკაციშვილს არ ეკუთვნოდა, არც ოჯახს, ეს ეკუთვნოდა ქვეყანას. მე ამაში გეთანხმებით, მაგრამ ფლობელის თემა ამ შემთხვევაში რამდენად შეეძლო ხელისუფლებას რომ ჩარეულიყო, რომ აი ეს მფლობელი შეცვლილიყო. თბილისი არის პატარა ქალაქი და არაფერი არ იმალება. ჯოზეფ კაის იგივე კაკიაშვილს რამდენჯერ ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო თვის განმავლობაში მოიკითხეთ და კარგად მიხვდებით მე რატომ გამოიტანა დასკვნებს. გადავიდეთ სხვა მთავარ თემებზე. ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. მე აქ რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათგან მოვისმინე და ეს არა მარტო მათგან მოვისმინე, არამედ ქუჩაში ყოველდღე ქართველებთან ურთიერთობისას მესმის, რომ საქართველოს იცლება უამრავი ადამიანი ჩამოდის ბოლო თვეების განმავლობაში და ითხოვს ტოლილი სტატუსს. იმ რეპრესიების და იმ პოლიტიკური დევნის გამო, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება ხელისუფლების მიერ. ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ 30 ადამიანმა მიმართა თავშესაფრის მოთხოვნით საფრანგეთის ხელისუფლებას. ძალიან სამწუხაროდ ისინი ხშირად ხმარობენ ოქრუაშვილთან ასოცირებულ ლეგენდას, რომ ხელისუფლება რეპრესიებს ატარებდა იმის გამო, რომ ისინი რაღაცნაირად ჩემთან იყვნენ დაკავშირებული. შეიძლება ეს რეალობა შეესაბამება, შეიძლება შეს შემთხვევაში არ შეესაბამება, მაგრამ ეს ადამიანები არიან იძულებით დევნილები უკვე. მათ საკუთარ ქვეყანაში აღარ დაედგომებოდათ. ბევრს სოციალური ვითარების გამო, ბევრს პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ბევრს იმის გამო, რომ პერსპექტივას აღარ ხადავს მათ ქვეყანაში ცხოვრების. რაც ძალიან სამწუხაროა. საბოლოო ჯამში ჩვენ მივედით აი აქამდე. და სააკაშვილმა ქვეყანას მოუსწრო მომავალი. მისი ბოლო 4 წლიანი ნამოქმედარით. რაც არ უნდა მართლა რაღაც გაპრები მოყვეს და რაც არ უნდა სისულელები ლაპარაკოს, გაზვიადებული და ისეთი ფონით მოწოდებული, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად ხდება, ეკონომიკა ვითარდება, კორუფციის დონე ძალიან დაბალია. რეალობა ხო სულ სხვა რაღაცაა. რეალობა ხო სულ სხვანაირად ჩანს და სხვანაირად ხედავთ თქვენც და მეც. ბატონო ირაკლი, ერთი კითხვა მინდა, თუ შეიძლება დაგისვათ, აი ამ თქვენი განცხადებების მიუხედავად, რა შანსებს ხედავთ იგივე ვთქვათ უახლოესი დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ ხელისუფლებისთვის და რა შანსები აქვს იგივე ოპოზიციას, რა შანსები აქვს ირაკლი ოქრუაშვილს? საინტერესოა მოახლოებული არჩევნების წინ თქვენი პოლიტიკური გეგმები, რას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი? დღეს ამოცანა უნდა იქნეს რევოლუციის სწორად განსაზღვრული და ეს ამოცანა არის ძალიან მარტივი. სააკაშვილი ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ეს ამოცანა მიღწევადი არ არის ერთ თვეში და მხოლოდ ამ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის გრძელვადიანი ამოცანა და შესაბამისად სტრატეგია უნდა იქნეს დაგეგმილი გრძელვადაში, გრძელვადიან პერსპექტივაში. რას გულისხმობთ? მან პირველი რაუნდი წააგო ხალხთან ბრძოლის, ეს შეიძლება ითქვას 7 ნოემბრამდე, მეორე რაუნდი მოიგო მისი მზაკრობით და მისი ეშმაკობით საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობ და ეხლა მესამე რაუნდს ფაქტიურად უკვე იგებს. საპარლამენტო სიტუაცია გამომდინარე, რაც არის დღეს ქვეყანაში, კი, იმ სიტუაცია გამომდინარე, რაც არის დღეს ქვეყანაში შექმნილი. ისევ მისი მზაკრობით და მისი ეშმაკობით. ისევ იმ დაუდევრობით, რომელიც მეორე მხარეს და ამ მხარეში მე ჩემთანაც გულისხმობ, მეორე მხარეს ვერ იქნა გამოჩენილი გონიერება, რომ მასთან მოლაპარაკებებში შესვლა არ შეიძლებოდა ამ ეტაპზე. მას მსოფლიოში მისი ოპონენტი, რომელთანაც კი მას მოლაპარაკება ჰქონია და განსაკუთრებით ეს რუსებზე უნდა ითქვას, არ აღიქვამს საკუთარი სიტყვის შემსრულებელ ადამიანად. ისინი ამას პირდაპირ ძახდნენ ხოლმე, მაშინაც კი, როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავით, რომ მის სიტყვას ფასი არ აქვს. და ეს ყოველდღურად ჩანდა ტელევიზორში მის გამოსვლებიდან და ამის მერე როგორ შეიძლებოდა მის ამბობა და მით უმეტეს ბურჯანაძის დონეზე რაღაც მოთხოვნების დაწევა. ბურჯანაძის გადადგომა რა სისულელია ბურჯანაძის გადადგომა ორ თვეში ისაც მიდის ადამიანი თანამდებობიდან რა მოთხოვნა იყო მას რა უნდა მოეთხოვა ბატონო ირაკლი ოპოზიციას თუ შეიძლება ამ კითხვაზე რომ მიპასუხოთ კონკრეტულად აი თქვენ ბრძანებთ რომ ეს იყო არათანმიმდევრული დღეს არის ეს თემა რატომ დაიკარგა საპროტესტო მუხტი რამ გამოიწვია ეს თქვენ როგორ ფიქრობთ მას რა უნდა ყოფილიყო ხალხის იმედგაცრუება აბსოლუტურად ლოგიკური იყო 13 იანვრის შემდეგ 13 იანვრის მოთხოვნები არ უნდა შეცვლილიყო დღითი დღე და არ უნდა ჩამოსულიყო დაბლა.
დღეს უნდა იდგეს ისევ ის მოთხოვნები, შესაბამისად შესაძლებელი იქნება მართლაც რაღაც პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. ოქრუაშვილი საქართველოში მალე დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება, მას ხვალ სასამართლო 15 წელს მიუჯის თუ 30 წელს მიუჯის, ამაზე არ არის საქმე. ქვეყნის მომავალზე ვლაპარაკობთ ჩვენ, ხო? ჩვენი პირადი პრობლემებიდან გამომდინარე თუ ვიწყებთ ჩვენი საკუთარი გადასახედნან პრობლემების ხედვას, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველანი დავიგნევით და საერთო საქმეს და საერთო მიზანს ვერავინ არ მივახცევთ. ხვალ მე მომბიჯის სასამართლო ორშაბათს მომბიჯის მე სასამართლო 15 წელს დაუსწრებლად. ქართული სასამართლო. მიფუძნებიან მის სასამართლოს საერთო კი, საერთოდ არ მაინტერესებს ეს სასამართლო რა გაწყვეტილებას გამოიტანს. მაგრამ ერთი რამე ხო ნათლად ჩანს რომ პოლიტიკური ფასი მთლიანად ეს სასამართლო და საერთოდ მართლმსაჯულება საქართველოში. საფრანგეთის სასამართლოს მისი ხელისუფლების მოთხოვნით თხოვენ ჩემს ექსტრადიციას. აქ მიმდინარეობს საქმის განხილვა. ფრანგული ხელისუფლება, საფრანგეთის ხელისუფლება უკაცრავად ფულს ხარჯავს ჩემს მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებაზე. ძალიან პრიმიტიულად რო აღწერო ეს ყველაფერი. და ამ დროს ერთი კვირით არ ელოდები, ორი კვირით არ ელოდები საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოხატა უპატივცემულობას მის მიმართ და იძახი რომ არ მაინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეგენი, მე ეხლა ვერ უნდა მიუსაჯო ოქრუაშვილს. ამას ხო პირდაპირ ქვია რომ მომბისპონ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, იმიტომ რომ კანონით თუ ადამიანს მოსჯილი აქვს, მას არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს. ანუ პოლიტიკური ბევრი ამბობთ თქვენ. აპირებთ მიიღოთ მონაწილეობა. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეუძლიათ დაწყნადნენ, დამშვიდნენ. ჩემი მიზანი არ არის პარლამენტში ყოფნა. არ აპირებთ მონაწილეობას არჩევნებში. განსხვავებით თუ საშუალება მექნება, რა თქმა უნდა მივიღოთ მონაწილეობას, მაგრამ ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. ჩვენი სტრატეგია ახლა და განსაკუთრებით იმ ადამიანის გულისხმობ, ვისთანაც თანამოაზრეობა მაკავშირებს ბევრ საკითხზე, მდგომარეობს არამხოლოდ აი ამ კონკრეტული საპარლამენტო არჩევნების მოგებაში და სააკაშვილისთვის ამ ეტაპზე ძალაუფლების ხელიდან გამოგლიჯაში. არამედ მთლიანად 5 წლის განმავლობაში ვაკეთოთ ის, რომ მან ბევრი სისულელი არ ჩაიდინოს. მე დღეს სიმართლე ვგითხრათ, ძალიან ბევრს არ ვფიქრობ იმაზე, 10 მანდატს გამომაგდებს თუ არა ის ოპოზიციისათვის. გუშინ წინ აფხაზებმა ჩამოგვიგდეს უპილოტო თვითმფრინავი. დაახლოებით 12 მილიონი დოლარის ღირებულებით და დარეტიანებული თაგვივით დარბოდა ნიუ-იორკში საკუთარ სასტუმროში სააკაშვილი. აღარ იცოდა რა ეკნა. პირში წყალი ჩაიგუბეს, ვითომც არაფერი მოხდარა. და გულზე ხერს იტყავს და იქ ისო ხვალ ტერიტორიებს დაუბრუნებ. რითი აპირებს ერთ დაბრუნებას? მან ამ სტუდიაში დადო პირობა რომ იგი საპრეზიდენტო ვადის მეორე ვადაში დაუბრუნებს ქართულ ხალხს ერთიან გაერთიანებულ საქართველოს. რა სიტყვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რომლის სკანდალური განცხადება პირველია იანვართან დაკავშირებით გულით ვიძახი ამას, მან თავისი საპრეზიდენტო მეორე ვადა დაამთავროს მშვიდობიანად. როგორც მინიმუმ ის ამ ეტაპამდე ვერ მივა. იმდენ სისულელეს მოიმოქმედებს 5 წლის განმავლობაში, რომ ის საკმაოდ ცუდად დაამთავრებს და საბოლოო ჯამში ეს ქვეყნისთვის თავდება ცუდად, თორემ სად დაამთავრებს ცხოვრებას და რა ფორმატით დაამთავრებს, ეგ ჩემი ინტერესის სფეროში არ შედის. და არც ქართულ ხალხს არ აინტერესებს ბოლოს სააკაშვილი როგორ რა პირობებში იცხოვრებს შევარნაძესავით თუ შევარნაძეზე უარესად. სამწუხაროდ მას სიტუაცია მიიყვანა იქამდე რომ შევარნაძის მიმართ გაჩნდა ნოსტალგია. შევარნაძის ხელისუფლების მიმართ გაჩნდა ნოსტალგია. თქვენს გაგიჩნდათ შევარნაძის ნოსტალგია? არა, არასდროს შევარნაძეს რომ ვეუნეოდი რომ შევარნაძე დავაპატიმროთ და დავსაჯოთ მეთქი, მას აჯრჟოლებდა და ფერი ეცვლებოდა სახეზე. ერთ რამეს გულისხმობდა რომ ხვალ არ მოვიდეს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანი რომელიც იგივეს მოიმოქმედებს ჩემთან მიმართებაში. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში კანონმა უნდა იკანონოს. ხალხს აღარ უნდა კონდეს უსამართლობის განცდა. შევარნაძის მიმართ ნოსტალგია ჩდება იმის გამო რომ მისი რეჟიმის პირობებში აფხელა უსამართლობა ქვეყანაში არ იყო. 3 მილიონი ნახევარი აქ ფრანგები პირველ რიგში ყველაზე მეტად გაოცებულები არიან იმაზე 3 მილიონი ნახევარი მაქსიმუმ 4 მილიონი რიცხოვნობის ქვეყანაში 22000 პატიმარი მოდის ესეთი სიმცირის თქვათ ქვეყნისათვის. და საფრანგეთში მე მგონი ყავს 60000 პატიმარი. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი, როდესაც თქვენ ამბობთ ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად გულისხმობთ, ანუ ოპოზიციას, ცხადია, ვის მოიაზრებს ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ პოლიტიკურ პარტნიორად. ვიდრე იყო ცოცხალი ბადრი პატარკაციშვილი, იყო მუდმივი ბრალდებები, რომ თქვენ იმართებოდით ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან და მე პირადად მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიწევდა იმის მტკიცება, რომ თქვენი სკანდალური ინტერვიუ მაშინდელ ღია ეთერში ჩემთან ეს არ იყო, ვთქვათ, კონკრეტულად ვიღაცის დაკვეთით, მფლობელის დაკვეთით და ასე შემდეგ. თუმცა ამის მიუხედავად სულ იძახდნენ რომ თქვენ გმართავდათ ბადრი პატარკაციშვილი. ვინ არის დღეს თქვენი პოლიტიკური პარტნიორი, ვის დამისახელებთ? ყველა ვინც არის დღეს სააკაშვილის წინააღმდეგ და არა ქვეყნის წინააღმდეგ, ამას მინდა ხაზი გაუსვა. სააკაშვილის მტერი არ არის ჩემი მეგობარი. ყველა სააკაშვილის მტერი არ არის ჩემი მეგობარი, იმიტომ რომ სააკაშვილი ზოგიერთი მტერი ქვეყნის მტერიც არის. ვის გულისხმობთ? ყველა სააკაშვილის მტერი, რომელიც ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ის არის ჩემი პოლიტიკური პარტნიორი.
მე და შენ ნიგა მართლა არ გჭირდება ეხა თავის მართლება იმაზე შენ ბადრი პატარკაჩურმა დაგირეკა თუ არა რომ ოქრუაშვილი გამოიყვანა შენთან ამ საღამოს არ დაურეკავს და მე ამას ვამბობ ყოველთვის 25 სექტემბერს მე მგონი ხო მე და შენ ეხა მაგას თავის მართლება არ გჭირდება და მე მგონი ამაზე ბევრი არ უნდა ვისაუბროთ იმიტომ ძალიან მარტივად გამოჩნდა ქვეყანაში არსებული კრიზისი მისული იყო იმ დონემდე დაგროვილი იყო იმ ხელა უარყოფითი და საპროტესტო მუხტი, რომ ამან დღეს ამოხეთქა. ოქრუაშვილის განცხადება არ იყო საფუძველი ამისა. ეს რა თქმა უნდა შეიძლება კატალიზატორი იყო, მაგრამ საფუძველი იყო ის უმოქმედობები, ის უსამართლო ქმედებები, რასაც ხელისუფლება ახორციელებდა წლების განმავლობაში, ხო? და 7 ნოემბერი იყო საერთოდ აი ბოლო წერტილი. 7 ნოემბერს მე მაგალითად არ დავიჯერე თუ ეს იყო სააკაშვილის ნამოქმედარი. მე შევცდი მაგალითად მის შეფასებებში ნამდვილად არ მეგონა თუ ის ამ დონეზე დავიდოდა და ასე გადაწყვეტილებას მიიღებდა. ეს იყო პირადად მისი გადაწყვეტილება თქვენამ 7 ნოემბერი. რა თქმა უნდა ორი აზრი არ არის. ორი აზრი არ არის ამაში. რა თქმა უნდა ეს იყო პირადად მისი გადაწყვეტილება. შეიძლება ვიღაცამ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა ისე რომ არ წუნებდა რომ კი ეს სწორი გადაწყვეტილებაა და სწორი გამოსავალია, მაგრამ ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. მის გარეშე ამას ამ გადაწყვეტილებას ვერავინ არ მიიღებდა. ის სისასტიკე არასდროს არ დამოუწყდება არც მე და არც ნებისმიერ საგადმოძღვრული ქართველს, რომელიც იმ დღეებში ნებისმიერ კადრში ჩანდა. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, დღეს სხვათა შორის უფრო და უფრო ნაკლებად იხსენებენ, თქვათ იგივე ნოემბრის მოვლენები, რა მოვლენას მოყვა და ეს იყო ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება. მე უბრალოდ მინდა დავაკონკრეტო, სულ მაქვს ხოლმე ეს კითხვა, რატომ არ ახსენდება, თქვათ ოპოზიციაში ძალიან ბევრს, რომ ეს იყო სწორედ იმ დღის გაგრძელება შემდეგ აგორებული პროცესები. ეს გადავდოთ გვერდით, როგორ წარმოგიდგენია თქვენ პოლიტიკური პროცესების განვითარება ქვეყანაში? მე მაინტერესებს თქვენი პროგნოზი, რა პროგნოზს აკეთებს ირაკლი ოქრუაშვილი? ლეიბორისტები მაგალითად ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში უნდა გააკეთონ არჩევნების ბოიკოტი ყველამ ერთად. რა სიტყვით თქვენ? არჩევნებში ოპოზიციის შანსები, თქვენი შანსები, თქვენი პარტნიორების შანსები? დღევანდელი მდგომარეობიდან იმ სიხისტიდან, რასაც ხელისუფლება ეჩინა დღეს ოპოზიციის მისამართით და არა მხოლოდ ოპოზიციის მისამართით, მთლიანად ქართული ხალხის მისამართით. მე ერთხელ ვახსენე, რომ სააკაშვილი გავს ნარკომანს, რომელიც დამოკიდებულია დიდი დოზის ნარკოტიკზე. და ეს ნარკოტიკი მისთვის არის ძალაუფლება. ის ძალაუფლების მის ხალხს არ დათმობს. შეეცდება, რომ უფრო მეტი მიიღოს. როგორც შიდა რესურსების ხარჯზე, ასევე ოპოზიციის და მთლიანად ქართული ხალხის ხარჯზე. მე არ გამოვრიცხავ. არ მინდა დღეს ძალიან ესეთი გადამწრელი და საბოლოო პასუხი თქვა. არ გამოვრიცხავ, რომ ბოიკოტი მართლაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში. მაგრამ ეს ჩათვალეთ პირადად სუბიექტური აზრი, ჩემი და არა რაღაც თუნდაც იმ გუნდის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ამაზე საფიქრალი არის, მაგრამ დრო არის ძალიან ცოტა. დრო არის ძალიან ცოტა, იმიტომ რომ იქიდან მუდმივი შეტევაა და მუდმივი ასე ვთქვათ თავდასხმა, რომელსაც დიდხანს ოპოზიცია ვერ გაუძლებს. იმ სიტუაციაში მით უმეტეს, როდესაც ხალხის იმედგაცრუება აშკარად სახეზეა. და მე ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ, თუ შეიძლება ირაკლი ოქრუაშვილი იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. აქ ამ სტუდიაში ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება. რას ეთქოდა დღეს პარიზიდან ყოფილ მეგობარს ირაკლი ოქრუაშვილი, სხვა შორის როცა პასუხისმგებლობებზე საუბრობთ სააკაშვილის, ძალიან ბევრი თქვენი ოპონენტი ამბობს, რომ თუ კი რაიმე პასუხისმგებლობაზეა საუბარი, ეს ირაკლი ოქრუაშვილზეც ნაწილდებაო. რას ეთქოდი დღეს პარიზიდან საქართველოს პრეზიდენტს? მე არ მინდა თავის მართლების რეჟიმში ვიყო რაიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ან ზოგადად. მე არასდროს არ მithავს უარი ჩემი წელი პასუხისმგებლობის აღებაზე რაიმე მოქმედებასთან დაკავშირებით. ნებისმიერ წელთან დაკავშირებით, ნებისმიერ ჩემ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით. და მე მას დავეთანხმები მართლა, რომ მე ვიყავი მისი დიდი შეცდომა. მე ვიყავი მისი შეცდომა იქიდან გამომდინარე, რომ მე არასდროს არ გავხდებოდი ვანო მერაბიშვილისნაირი უღირსი. მე არასდროს არ გავხდებოდი ბურჯანაძისნაირი ისეთი თავმდახრილი და მიშას სურვილების ამსრულებელი ყოველთვის და მე არასდროს მას კეთს არ მოუხდიდი საკუთარი ღირსების სანაცვლოდ. მე არასდროს არ დამირღვევია სუბორდინაცია მასთან. ყოველთვის ბატონო პრეზიდენტით მიმართავდი, როდესაც მე ვხედავდი იმისა, რომ ახლო ურთიერთობა ქონდა, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც მესამე პირები ესწრებოდნენ ხოლმე ჩვენ შეხვედრას. მაგრამ არასდროს არ ავძლებდი იმის საშუალებას, რომ მას პირად ურთიერთობებში გადაებიჯებინა, რაც ყოველთვის კომპლექსს უქმნიდა მას. ის არის ენერგეტიკული ვამპირი. აი ეს შემიძლია პირდაპირ დავარქვა. მას ჭირდება ბევრი უღირსი ადამიანი ირგვლივ, რომელთა ღირსებაზე ითამაშებს ყოველთვის და რომელთა ღირსებითაც იმანიპულირებს მუდმივად. დღეს აი გადახედეთ მის გარემოცვას. გადახედეთ პრემიერ-მინისტრი რა კრიტერიუმით შეერჩია ერთი არ მითხარით, აბა? და არ მოგწონთ პრემიერ-მინისტრი. მისი ხედვა პირველ რიგში და ბენდუკიძისნაირი ასე ვთქვათ უღირსობა.
აღარ მინდა ეხლა ამ დონეზე დავწრომლამდე და იმ დონეზე დავიდე. რა თქმა უნდა, დღეს გაცილებით შესაძლებელია უფრო აქტუალური არის, რას აპირებთ თქვა თქვენ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით და ვიდრე ამოიწურება ჩვენ დრო მე კითხვა მინდა დაგისვა დღეს თქვენ გექნებათ ალბათ უკვე ინფორმაცია რა განცხადებების გაკეთდა რითაც დავიწყე მე თქვენთან საუბარი ხელისუფლებამ თქვა რომ მათთვის არის კატეგორიულად მიუღებელი პოლიტიკური ულტიმატუმის წაყენება ამჯერად უკვე პატრიარქისთვის ხომ არ გაქვთ ინფორმაცია თქვენი პარტნიორები თქვენივე წარმომადგენლები ეროვნულ საბჭოში და ასე შემდეგ რას აპირებენ ანუ რა იქნება უკვე ხვალიდან მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ხელისუფლების არანაირი ულტიმატუმი პატრიარქის მიმართ არ წაყენებულა და იმ გუნდში რომელიც პატრიარქს ახლა სასაუბროთ ძალიან ბევრი ადამიანი უმრავლესობა იმ ადამიანებისა ზოგიერთს არ ვიცნობ და ამის გამო ვიძახი პატრიარქის მიმართ არის ზუსტად ისე განწყობილი როგორც უნდა იყოს ნებისმიერი ქართველი ადამიანი და ბუნებრივია ისინი არ გადადგავდნენ ისეთ ნაბიჯს რომ პატრიარქის მიმართ დაეწყოთ რაღაცა ულტიმატუმების წაყენება ეს ხელისუფლებამ დახატა ასე საბოლოო ჯამში პატრიარქს პრეზიდენტმა სთხოვა რომ იქნებ იშუამავლოდ და გამოსავალი მოგვაძებნინოთო პატრიარქის მოთხოვნას გამოეხმაურა ოპოზიცია მიუხედავად იმისა რომ მათთვის შეიძლება მართლაც დანაკლისი ყოფილიყო ამ სიტუაციაში ამ მოთხოვნებზე დათანხმება და მეორე დღეს რას ამბობს პრეზიდენტი დიდი ბოდიში შემეშალა გუშინ თანახმა აღარ ავარდეს მაგ პირობებზეო და ეხლა ეს ყველაფერი დახატეს ისეთ თქოს პატრიარქს დაუყენა ულტიმატუმი ოპოზიციამ სააკაშვილთან არ შეიძლება საუბარი ეს არ არის გონიერი ადამიანი მისი პროგნოზირება შეუძლებელია გასაგებია ეს მის მხოლოდ ხალხის ენა 200,000 ადამიანი როდესაც იყო შეკრებილი 13 იანვარს ის ყველაფერს კარგად იგებდა დღეს 1000 ადამიანს არაც წერილ და მე მგონი დღევანდელი ასე ვთქვათ მიტინგი პარლამენტის წინ და მას არ ესმის ესენა 1000 ადამიანის ენა მას ესმის 200,000 ადამიანის ენა ეს ხო დაგვანახა ჩვენ მასთან ურთიერთობის გამოცდილება ხომ მივიღეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში რომელიც რაღაცა ბაზილურ სერიას წააგავდა მთლიანად ცოტა გულგატეხილი მეჩვენებით ოპოზიციასთან მიმართებაში მე მინდა სულ ბოლო კითხვა დაგისვათ ბატონო ირაკლი რა ხდება თქვენს პარტიაში ეს არის ერთ-ერთი აქტუალური თემა დღეს ქართულ პოლიტიკაში გია თორთლაძეს და ცაგარეიშვილს ბატონ ცაგარეიშვილს გულისხმობ პრობლემაც დატოვეს ერთგვარი სკანდალი იყო პარტიასთან მიმართებაში იქნება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი თავისი პარტიის პირველი ნომერი ამ შემთხვევაში და სხვა შორის იყო საუბარი რომ შესაძლებელია თქვენ ყოფილიყავით სულაც პირველი ნომერი ერთიანი საბჭოს საარჩევნო სიისა რა სიტყვით ეს თემა არ არის ქართული პოლიტიკის ყველაზე აქტუალური თემა ხან ფლათ ესე უნდა დავხატავთ მე ამ ადამიანებზე აუქს არ ვიძახი და არც არასდროს არ მიდგოს მე აქ სასაუბროდ მოვედი არა გია თორთლაძეზე და ცაგარეიშვილზე არამედ საქართველოს და საქართველოს პრობლემებზე და საქართველოს პერსპექტივაზე და შესაბამისად ხარ ცოტა ისეთ რეჟიმში გვიწევს მუშაობა დრო იწურება ამ თემაზე საუბრისთვის მაინც განწყობილი არა ვარ მე თუმცა ერთ რამეს გავიმეორებ ისტორია მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე გვასწავლის ერთ რამეს ერთიანობა არის ყველაზე ფასეული რამ. ერთიანობა როგორც კონკრეტულ ჯგუფში, ერთიანობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ერთიანობა მთლიანად ქართულ ხალხში, ერთიანობა მთლიანად ერში. ეს ერთიანობა სააკაშვილის ხისტი პოზიციის გამო და იმის გამო რომ მას საკუთარი ამბიცია გადააყოლა ყველაფერი, იმის გამო რომ უნდა რომ დავით აღმაშენებელიზე დიდი ქართველი გახდეს, ისე რომ აფხაზი დაბრუნებული არ ქონდეს. დღეს ნატოში შესვლა საკითხი აწყდება რა, ნუ გვატყუებთ ძალიან გთხოვთ. დღეს ნატოში მე-3 კლასში მიგვიღებენ თუ არა დაახლოებით აი ესეთი საკითხი წყდება. ნატოში შესვლა საკითხი მე-10 კლასში წყდება. მე-10 კლასამდე ჯერ კიდევ 7 წელი გვაქვს მეგონი. 7 კლასი გვაქვს გასავლელი. ასე რომ ბუხარესტის სამედზე თუნდაც ჩვენ მაპს მოგცემენ თუ არ მოგცემენ მე ვისურვებდი რომ მოგცემ და მართლა ჩვენ ამ წარმატებას მივახციოთ. დიდი არაფერი არ იქნება მიღწეული ისეთი რომელიც კონკრეტული ქართველის პრობლემების გადაწყვეტაზე აისახება. კონკრეტულ ქართველს არ შეეხება ეს. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რა თქმა უნდა კარგი იქნება და ქვეყანა წინ წაიწევს მაგრამ გლეხს რომელსაც მოსავალი მოყავს საუბარს თავისთან თავის მიწის ნაკვეთზე ის აქედან შეღავაც ვერ იგრძნობს მაინც ძალიან დიდი მადლობა და ვიდრე დაგემშვიდობებით მოკლედ მიპასუხეთ ჩვენი ინტერაქტივის მთავარი შეკითხვა უნდა შეწყვიტოს თუ არა ოპოზიციამ შიმშილობა კი თუ არა რა სიტყვის ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან ძნელია ამაზე პასუხის გაცემა მოვლენები ახლა ისე ვითარდება შეიძლება სანამ მე თქვენ გესაუბრებოდეთ კიდე რაღაცა შეიცვალა ასე რომ გამიჭირდება მაგაზე თქმა გამიჭირდება მაგაზე პასუხის გაცემა ერთი რამეა ოპოზიციამ არ უნდა შეარბილოს მისი პოზიცია სანამ არ იქნება გარკვეული ნაბიჯები გადამდგმული ხელისუფლების მხრიდან ამის რესურსი ოპოზიციას აქვს თუ არა ეს მეორე მხარეა მაგრამ
საუკეთესო გამოსავალი ალბათ ის იქნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რომ მიიღეთ მონაწილეობა. მოდის უხდი ყველა ადამიანს თუ ვინმე ჩათვალა რომ მართლა რაღაც ჭუის დარიგების ფორმატით ქონდა ჩვენ საუბარი ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, საინტერესოა 16 აპრილის თემა, როდის როგორ დასრულდება თქვა სასამართლო პროცესი, რომლის შემდეგაც გადაწყდება ირაკლი ოქრუაშვილის მიეცემა. ეს პროცესი არ დასრულდება, ეს კიდევ გაგრძელდება ალბათ, როგორც მე იურისტები მეუბნებიან, ალბათ რამდენიმე თვე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არა 16 აპრილი, არამედ 24 მარტი, როდესაც ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით მთლიანად საქართველოს უნდა იქნეს ფეხზე დაყენებული და ყველამ უნდა აღიმაღლოს თავისი ხმა უსამართლობის წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ირაკლი ოქრუაშვილმა არ დააკონკრეტა, იგი მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ვნახოთ როგორ განვითარდებაო მოვლენები. მე მინდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავემშვიდობო და განვაგრძოთ საუბარი მთავარ პოლიტიკურ თემებზე. დღის მთავარი თემა ეს იყო შიმშილობის შეწყვეტაზე მოწოდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, როგორც უკვე არის ცნობილი, შიმშილობას შეწყვიტეს ეროვნულ დემოკრატებმა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განცხადებას მოხვა კიდეც ოდნავ მოგვიანებით საპატრიარქოში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა. მოდით კიდევ ერთხელ მოვისმინოთ განცხადება, რომელიც ილია მეორესგან დღეს გაისმა და შემდეგ განცხადება, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ, უпростоრეთ 9 საათის წინ დაახლოებით გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მამაშვილით სიყვარულით მიუმართავ მოშიმშილეთ შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ასევე თხოვნით მიუმართავ ხელისუფლებას, რომ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც დააცხრობს დაპირისპირებას და მოლაპარაკების განახლებას შესაძლებელს გახდის. პირველ ყოვლისა, მე მინდა ჩემი საგანგებო განცხადება დავიწყო მადლობის სიტყვებით საქართველოს პატრიარქისადმი, მისი უწმინდესობისადმი. მან ტრადიციულად გამოიჩინა დიდი გულისხმიერება და რთულ ვითარებაში გამოხატა თავისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდა ჩვენს მოშიმშილე ოპონენტებს, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა და დაბრუნებოდნენ მოლაპარაკების მაგიდას. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბუნებრივია მეც და თითოეულ ადამიანსაც ჰქონდა იმის ღრმა რწმენა, რომ პატრიარქის კურთხევაზე შეწყვეტილიყო შიმშილობა ყოველგვარი პირობების გარეშე იქნებოდა ერთმნიშვნელოვანი თანხმობა. სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ უპირობოდ პატრიარქის კურთხევაზე შეწყვეტილიყო შიმშილობა და შემდეგ გაგრძელებულიყო პოლიტიკური დიალოგი, ნაცვლად ამისა ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური მოთხოვნები წაუყენეს ეხლა უკვე პატრიარქს და ყველა ჩვენგანს იმისათვის, რომ პატრიარქის კურთხევა შესრულებულიყო. მე მიმაჩნია კატეგორიულად მიუღებლად პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება შიმშილობის შეწყვეტის სანაცვლოდ. ჩვენ ისევე როგორც აქამდე საქართველოს ხელისუფლება მზათა ვართ პოლიტიკური დიალოგისათვის. პოლიტიკური დიალოგის კარი ნამდვილად ღია და არის ძალიან ბევრი თემები, რომელზეც ჩვენ უნდა დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად, დემოკრატიულად, სამართლიანად, ისე როგორც ეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს შეეფერება, რათა ჩვენს მოსახლეობას მივცეთ საშუალება თავად გააკეთოს არჩევანი, ვინ აირჩიოს თავისი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. არჩევნების თარიღი უკვე გადაწყვეტილია, აქედან გამომდინარე ყველა პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არჩევნებისათვის მოემზადოს. მაგრამ პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება საპატრიარქოსათვის, პატრიარქისათვის, ხელისუფლების ნაცვლად უკვე პოლიტიკური ულტიმატუმების პატრიარქისათვის დაყენება არის აბსოლუტურად მიუღებელი და მე ძალიან მწუხვარ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ეს გზა აირჩიეს. ულტიმატუმი ყოვლად მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც საუბარია პატრიარქის კურთხევაზე, რომ ჯერ შეწყდეს შიმშილობა
და შემდეგ გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი. მე კვლავ ვიმეორებ, პოლიტიკური დიალოგისათვის ჩვენ ნამდვილად მზად ვართ და მე ველოდები, რომ ჩვენი კოლეგები, ჩვენი ოპონენტები გაითვალისწინებენ პატრიარქის კურთხევას, შეწყვეტენ შიმშილობას და დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას. გმადლობთ. მაშასი აი ესეთი პასუხი გასცა საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც ოპოზიციამ გააჟღერა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ. ჩვენ დღეს გთავაზობთ ასეთი ინტერაქტივი შეკითხვა დარჩება გადაცემის ბოლომდე. როგორ ფიქრობთ, უნდა შეწყვიტოს თუ არა ოპოზიციამ შიმშილობა? მათი მოთხოვნა უკვე ცნობილი იყო, ვიდრე გადაცემა დაიწყებოდა. გადაცემის მსვლელობისას კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რა პასუხი ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს. ამ წუთისთვის შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება მათ შორის არ ხერხდება. უნდა შეწყვიტოს თუ არა ამის მიუხედავად შიმშილობა. ოპოზიციამ არის სამი პასუხი მოცემული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ძალიან საინტერესო ამ ინტერაქტივის შედეგი. ყოველ შემთხვევაში მაყურებელს აქვს ალბათ თავისი აზრი, მაყურებელი ალბათ თავის აზრს გამოიტანს. იყო თუ არა ეს თქვათ პატრიარქისთვის წაყენებული პოლიტიკური ულტიმატუმი. ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ეს არ იყო ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ულტიმატუმი. პირიქით განცხადებას აკეთებს ხელისუფლება. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით ეს იყო დღეს საქართველოს პატრიარქის მიმართ წაყენებული ულტიმატუმი. ჩვენ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ეთერშია პრაიმ ტაიმი დღის მთავარი თემებით. არ გადასცეთ. პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ საუბარს მთავარ თემებზე. თუ საქართველო აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციას განახორციელებს, ან ნატოში გაწევრიანდება, რუსეთი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ზომებს მიმართავს და განიხილავს შესაძლებლობას რეგიონების სუვერენიზაციის დაჩქარებული პროცესის დაწყების შესახებ. ეს განცხადება რუსეთის სათათბიროს ხდომაზე დღეს მიიღეს. განცხადების სახელწოდებაა რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და დნესტრისპირეთთან მიმართებაში. მას განსახილველად რუსეთის სათათბიროს პლენარულ ხდომაზე ხვალ გაიტანენ. რუსი დეპუტატები აცხადებენ, რომ ნატოში შესვლით საქართველო საბოლოოდ უარს აცხადებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ამასობაში ვაშინგტონში ჯორჯ ბუშის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება, მჯერა რომ ნატოს ქვეყნები მზად არიან მიიღონ საქართველო თავიანთ რიგებში. ჩვენი ქვეყნების ასეთი კავშირი კიდევ ერთი მესიჯია ბუქარესტის სამიტის წინ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ტეფტი აცხადებს, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობილია, რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე თეთრ სახლში საუბარი იყო კონფლიქტებზე. მოსკოვი და ვაშინგტონი დღეს ამ თემებზე ჩვენ მოვისმენთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, როგორ აპირებს სააკაშვილის მთავრობა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, მაშინ როცა რუსეთის სათათბირო დოკუმენტს იღებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და რა გარანტიები მიიღო ამერიკაში ვიზიტით მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორიულ მთლიანობასთან, რუსეთთან და მოახლოებულ ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის სტუმრები კობალი კლიკაძე, თორნიკე შარაშიძე, მე მათ მივესალმები. ისინი ალბათ ჩემთან ერთად ერთგვარ შეკითხვებს თავის საკუთარ მოსაზრებების გარდა გამოთქვამენ ამ ეთერში. საქართველოს ხელისუფლებას მოусმინოთ, მოდით ერთად. გიორგი ბარამიძე და თემური იაკობაშვილი. ბატონო გიორგი, გთხოვთ საღამო მშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ დოკუმენტი, რომელსაც დღეს განიხილავდა რუსეთის სათათბირო, ხვალ გადის სათათბიროს ხდომაზე. შესაბამისად, რამდენად შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ მოახლოებული სამიტის წინ, ბუქარესტის სამიტის წინ, უკვე ოფიციალური დოკუმენტი, არა განხილვის დონეზე, არამედ უკვე ოფიციალური დოკუმენტი. მოდით დავიწყებთ თქვენგან, ბატონო გიორგი, რა სეილით ამ განცხადებების ფონზე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ მოსკოვიდან? პირველ ყოვლისა მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურად ნათელი და მტკიცე პოზიცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებით, ჩვენი სამშობლოთი არ ვაჭრობთ. თუნდაც ეს იყოს ნატოს საკითხი, ნატოში შესვლა თუ ნებისმიერ სხვა ორგანიზაციაში. ჩვენთვის ნატოს, ევროკავშირის და ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მივახციოთ ჩვენს მთავარ ამოცანას, რაც არის ძალიან ლაკონურად ჩამოყალიბებული. ერთიანი, ძლიერი საქართველო უმუშევრობისა და სიღარიბის გარეშე. ეს არის მთავარი მიზანი. დანარჩენი ჩვენთვის არის საშუალება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ. ნატო ჩვენ ძალიან სერიოზულად გვეხმარება იმაში, რომ სწორად განსაზღვროთ ის პრიორიტეტები, როგორ უნდა გავხადოთ საქართველოს ძლიერი და თვითონ ამ გზაზე სიარულიც კი გვეხმარება ჩვენ იმაში, რომ საქართველოს გავამთლიანოთ.
და ნატოში გაწევრიანება ეს ათმაგად გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ ამ საკითხით არ ვაჭრობთ და მინდა გითხრათ რომ ნატოში მყოფი საქართველო ბევრად უფრო ძლიერი იქნება იმისათვის რომ მოაგვაროს ყველა ეს საკითხი თუ მანამდე არ იქნა ეს პრობლემები უკვე მოგვარებული. მაგრამ ჩვენ უნდა გავიზარდოთ მე-10 კლასამდე. ჩვენ მოვისმინეთ რეკლამამდე 2 წუთით ადრე განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის. მე არ მინდა გთხოვოთ მის განცხადებებზე კომენტარები ცხადია პოლიტიკურზე, მაგრამ როდესაც თქვენ საუბრობთ იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, იგივე ნატოზე, სულ 2 წუთის წინ მაყურებელმა მოისმინა რა ფიქრობენ თქვენი ძალიან მკვეთრი ოპონენტები. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ამ საკითხებში უფრო კარგად გარკვეული უნდა იყო ადამიანი, რომ სერიოზულად ილაპარაკო. თვლი, რომ აქ ორი აზრი არ არსებობს სერიოზულ ექსპერტებსა და ადამიანებს შორის, ვინც ამ საქმეში ერკვევა. ეგრეთ წოდებული მეპის მიღება, ანუ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება, ეს არის არა უბრალოდ ერთი ნაბიჯი წინ, არამედ ეს არის ის პოზიცია, საიდანაც მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩება ნატოში გაწევრიანებამდე. მეპიდან ნატოში წევრობამდე მეტი აღარაფერი აღარ არის. ასე რომ ვისაც რა უნდა ასე ვთქვათ, ის თქვას, ეს არის ძალიან სერიოზული თემა, სწორედ ამიტომ ალბათ შემთხვევითი არ არის, ვინც ეს იცის და იცის ეს მოყვარემას და მტერმას ძალიან სერიოზულად აღიქონს. ჩვენი მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებენ ამ შემთხვევაში პირდაპირ ვამბობ რუსეთში, იმისათვის რომ ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რომელიც მათ ხელთ არის, ეს არის დიპლომატია, ეს არის ფული, ეს არის ენერგეტიკული კოზირები, ეს არის რუსეთის მონაწილეობა ნატოსთან სხვადასხვა ოპერაციებში და შეთავაზებები, ერთის მხრივ ამერიკელებისთვის, მეორეს მხრივ პირდაპირ ნატოსთვის ავღანეთის ოპერაციას გულისხმობ და ასე შემდეგ. ანუ მარტო იმაზე კი არ არის საუბარი, რომ რუსეთი ამბობს, რომ თუ საქართველოს და უკრაინას მიცემთ მეებს, მე გავბრაზდები. არა, ამასაც ამბობს და პლუს იმას ამბობს, რომ მე ამას და ამას გავაკეთებთ. ოღონდ მათ არ მისცეთ მეპი, იმიტომ რომ მათ განსხვავების ხვებისაგან როგორც ჩანს, კარგად ესმით რას ნიშნავს ეს ნაბიჯი საქართველოს. ეს ნიშნავს ჩვენთვის იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი საშუალებები გვექნება გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმები, რომელიც არა მარტო სამხედრო სფეროში მიმდინარეობს და გაგრძელდება, არამედ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, რომელიც აღელვებს კონკრეტულ ჩვენს მოქალაქეს. ეს არის სასამართლო რეფორმა, ეს არის პენიტენციალური რეფორმა, ეს არის პოლიციური რეფორმა, სასაზღვრო რეფორმა, განათლების სისტემა, მეცნიერების და ასე შემდეგ. ყველა ეს არის ის მიმართულება, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება იყოს ძლიერი. ჩვენ თქვათ აი ფუნდამენტზე ვილაპარაკოთ, ჩვენ დავიცვათ ჩვენი ფასეულობები, ჩვენი ქართველობა, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ტრადიციები, გავხადოთ უფრო მეტად ინტელექტუალი ჩვენი ხალხი, უფრო მეტად გავანათლოთ, უფრო მეტი ტექნოლოგიები შემოვიტანოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და ეს ყველაფერი ერთად მოგცემს იმის საშუალებას, იმის ფონზე, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერდება, ბუნებრივია, როდესაც ნატო გეუბნება, რომ შენ უკვე ამ ქოლგის ქვეშ შემოსვლის კანდიდატი ხარ და მე შენ აღგიქვამ როგორც ჩემიანს, ბუნებრივია, ბევრად მეტი საშუალება გვაქვს ცხინვალის პრობლემისა და აფხაზეთის პრობლემის მოგვარება. ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენს ოპონენტებს და ამიტომ ასე გააფთრებით იბრძვიან და სწორედ ამიტომ და დავასრულებ, არის ძალიან სამწუხარო, როდესაც დღეს ჩვენი კოლეგები პოლიტიკურ პროცესში, ჩვენი ოპონენტები იჩენენ უპასუხისმგებლობას და არ ესმით მომენტის მნიშვნელობას. გასგულისხმობთ უპასუხისმგებლობაში და რომ უკაცრავად სასტუმრებთან დავაკონკრეტებდეთ. აი ეს საკითხები ხდება, ორი მთავარი საკითხი, რომ ერთი დუმაში და რუსეთის ხელისუფლებაში იხილება, აი ეხლა მიცემ თუ არა აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებლობა ერთის მხრივ და ეს არის უმთავრესი საკითხი და მეორე ამ უმთავრესი საკითხის და სხვა საკითხების გადაწყვეტისთვის ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ გადავდგამთ თუ არა გიგანტურ ნაბიჯს წინ. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ხელისუფლების დიდი დელეგაციით ჩასულია ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში და მის პრეზიდენტს ელაპარაკება სწორედ ამ სახელმწიფოს საელჩოს წინ მართავ აქციას. ესე იგი, რო იტყვიან მის ამ ადამიანებს პროტეხა ჩვენ არ მინდა რომ გავწდეთ თემას, მაგრამ ამ ადამიანებს ბატონო გიორგი, მოდით მას ჯავაკონკრეტულად. არა, უფლებაზე არ გეუბნები, აქვთ პროტესტი იმ შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებს დასავლეთიდან. ვის წინააღმდეგ გამოხატონ პროტესტი? ეს არასწორი გარჩევანი გააკეთეს. დღეს ჩვენ ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატები არ უქმნის პრობლემას ვინც უქმნის, მათაც კარგად იციან და თელმა საზოგადოებამაც კარგად იცის და ამერიკას ამ დროს პროტესტი კი არ უნდა გამოუცხადო. პროტესტი უნდა გამოუცხადო ის, ვინც ქვეყანას გიშლის, ვინც ქვეყნის ტერიტორიების წართმევას ცდილობს და ვინც ცდილობს იმას, რომ
საქართველოს წინსვლა შეაფერხოს, მაგრამ მინდა გითხრათ, საბედნიეროდ მეპის მიღების გადაწყვეტილება მიღებულია პრინციპში. ამას არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ხა დავამიდის როდის მოგცენ მეპი. დავამიდის მივიღებთ ბუქარესტში თუ თქვათ ნოემბერში თუ შემდეგი წლის 3-ზე. ყველაზე გვიან, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილები ლაპარაკობენ ამას. ანუ ჩვენ მეპს ყველა ვარიანტში მივიღებთ ერთი, მეორე ჩვენ რეფორმებს ყველა ვარიანტში გავაგრძელებთ. ისე თითქოს ჩვენ მეპი გვაქვს მიღებული, რომც არ მივიღოთ მეპი, თუმცა პრეზიდენტ ბუშთან საუბრის შედეგებით შემიძლია ვიმჯერო ძალიან სერიოზული იმედები შეიძლება ჩვენ გქონდეს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ უნდა იყოს ეს ფრთხილი იმედი რაღაცა ეიფორიაში ჩვენ არ უნდა ჩავარდეთ და ყველა შემთხვევაში საქართველოს იქნება ერთიანი და ძლიერი. ეს ამას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება, იმიტომ რომ ხალხს და სამართლიანობას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. კარგი, თქვენ მოგიწევთ ოდნავ მოგვიანებით თქვათ ასეთ შეკითხვას უპასუხოთ, როდესაც ამბობთ რომ საქართველოს იქნება ერთიანი და ძლიერი, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მიაღწიოთ, მანამდე მე ბატონ თემურთან უნდა გადავსულიყავი შეკითხვით, მაგრამ როდესაც თქვენ საუბრობთ მეებზე სოსო წინცაძის მოსაზრება მინდა უბრალოდ მაყურებელს გავაცნო, ჩემი აზრი ძალიან გართულდება მეპის მიღება, რადგან ხედავთ რა განცხადებებს აკეთებენ გერმანელები და ფრანგები. კი ბატონო, ამერიკა მხარს გიჭერს, მაგრამ როცა გერმანიის მთავრობის სახელით მერკელი აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის განწყობას გაითვალისწინებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე რთულად და არბილად რომ თქვათ, ეს არაა მეგობრული განცხადება ჩვენს მიმართ. თანაც ამ სამიძე პუტინი ჩადის თვალწების. სწორედ ეს არის ამისკენ მიდიოდა ჩემი საბოლოო აზრი, მინდა გითხრათ, რომ აი ხლა ასეთი გამოსვლებით ჩვენ ვაძლევთ საბაბს იმ სკეპტიკურ ძალებს, რომლებიც ამბობენ, რომ არა, მოდით ჯერ დავიცადოთ და რუსეთს ნუ გავანაწყენებ და რუსეთთან ჩვენ რაღაცა ჩვენი ინტერესები გვაქვს, რომ ვაძლევთ საბაბს, რომ იმაზე კი არ ილაპარაკონ, რაზე ლაპარაკიც მათ არ უნდათ, რომ ბოლო-ბოლო ეს არის რუსეთის გამო, რომ ჩვენ საქართველოს უყოვნებთ მეპს. არამედ საშუალებას ვაძლევთ, რომ ვილაპარაკონ, აიცით, ნუ საქართველოში არასტაბილური ვითარებაა და ნუ საქართველო მაინც ჯერა ვერ ჩამოყალიბდა და მოდით დაველოდოთ. აი სწორედ ამ საკვებს აძლევენ ამ ძალებს და ეს არის საწყენი, რომ ჩვენმა მეგობრებმა, ესეც ვიტყოდი მე, იმიტომ რომ ჩვენ მტრები არა ვართ ერთმანეთის, მე ვიცი რომ უდიდესი ნაწილი იმ ადამიანებისა, თუნდაც ვინც შიმშილობს, ვინც ჩვენი ოპონენტი არიან პატრიოტები და ღმერთმა არქნას რომ მე სხვანაირად ვიფიქრო. უბრალოდ მე ვთვლი რომ ისინი ცდებიან და ამათმა ვერ გააცნობიერეს მომენტის მნიშვნელობა და იმის მნიშვნელობა, რომ აი შენს მოწინააღმდეგეს არ მისცე ეს ალაპარაკო. კი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ბატონ თემურთან უკვე გადავდივარ შეკითხვით და შემდეგ კვლავ დაგისვავთ კითხვას, როდესაც ხელისუფლებისგან ასეთი განცხადებები ისმის, რომ აი ოპოზიცია ამ მომენტში აწყობს მიტინგებს, აი ოპოზიცია ამ მომენტში სცემს კარვებს, ანუ გამოდის რომ ხელისუფლებას კარგი უნდა ქვეყნისთვის და ოპოზიციას ცუდი. მე ცოტა მოგვიანებით დაგისვავთ ამ შეკითხვას, მანამდე ბატონ თემურ, როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ხვალ რუსეთის სათათბირო სხდომაზე იქნება გატანილი დოკუმენტი აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის, ანუ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთი შესაძლებელია ეს იყოს ერთგვარი მუქარა და ვთქვათ ამან არ მიიღოს ოფიციალური დოკუმენტის სახე, მაგრამ შესაძლებელია მიიღოს კიდეც და მართლაც მოხდეს მათ დამოუკიდებლობაზე გადაწყვეტილების მიღება. რატომ უნდა გამოვრიცხოთ ეს? მოკლე პასუხი გინდათ თუ გრძელი? სერიოზული პასუხი და საინტერესო. სერიოზული იქნება. კი ბატონო, თქვენთვის რომელიც უფრო კომფორტულია ის? მაყურებელი როგორც უფრო კარგად გაიგებს? ნუ მოკლე პასუხი არის, წერომ და იკითხო. უფრო გრძელი პასუხი არის, რომ რაღაც ცოტა ნავტალინის სუნი დადგა, როცა ესეთ რაღაცებს აკეთებენ, იმიტომ რომ იგივეს აკეთებდნენ ბალტიისპირეთთან მიმართებაში. იქაც იყო მუქარები, რომ აი ახლა ჩვენ დავიცავთ ჩვენს სლავ რუსებს, რომლებიც ცხოვრობენ ამდენი ესტონეთში, ამდენი ცხოვრობს იქ ვილნიუსში და ასე შემდეგ. ზუსტად იგივეს აკეთებდნენ. ნუ არავის არ შეეშინდა და კარგით რა გავიარეთ უკვე ხლა ეს ყველაფერი და არ ჩვენ გვეშინია და დღეს ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა გრიზლოვმა. მადლობა უნდა გადაუხადოთ ამ კაცს და პირდაპირ თქვა რა არც ოსეთი მედარდებაო, არც აფხაზეთიო, თავარია საქართველოს ნატოში არ შევიდეს. ამაზე მეტი რა გინდათ რომ კაცმა თქვას გულახდილად თვითონ გამოაცხადეს რომ არც ერთის დარდი არ აქვს, თავარია არ შევიდეს საქართველოს ნატოში. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს ამ ყველაფრისას, მინდა გითხრათ, რომ იქ არის ლაპარაკი განცხადებაზე, რომელსაც მიიღებს დუმა, დუმა არ იღებს კანონს, დუმა იღებს განცხადებას, მაგრამ ეს იქნება რეკომენდაცია რუსეთის მთავრობის. უნდა ის იყოს, მთავარია რომ ამ განცხადებას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თქვენ მართლა ბრძანებთ და მთავრობა ან მიიღებს ამ რეკომენდაციებს, ან არ მიიღებს. მთავრობაში არის ძალიან ბევრი ჭკვიანი ხალხი, რომელსაც ძალიან კარგად ესმით. რომ აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის ცნობა თუ დნესტრისპირეთის ცნობა რუსეთისთვის არის დამღუპველი
და რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამის გამო იყო რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად ომობდა იმისათვის რომ კოსოვოს არ მიეღო დამოუკიდებლობა და მე არ ამგორია რომ რუსებისთვის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ადგილზე ხარაკირი ჩაიტაროს. მე მგონი ეს არასერიოზულია. ამიტომ აღარ გვეშინია, აღარ ზატულინების, აღარც ეგეთი მუქარების. ძალიან საინტერესო ფორმულირება იყო საქართველოს თუ შევა ნატოში ჩვენ დავიცავთ ოსებსა და აფხაზებს. ვისგან დაიცავენ ხო არის ნატოსაგან? თუ ვის დაიცავენ? არგუმენტები რომ ოსებს და აფხაზებს არ უნდათ, ვინ კითხა რომ არ უნდათ. რეფერენდუმი რომელიც ჩატარდა საქართველოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დევნილებმა, ტოლვილებმა, გალის რეგიონის ცხოვრებებმა, დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობამ, ქართველებმაც და ოსებმაც 77% თქვა რომ გვინდა ეს ნატო და ეხლა თუ იმათ ვერ გაიგეს რომ უნდათ, თუ კოკოებს არ უნდა, კოკოიც უკაცრავად, როგორც არის, რა ვქნა ახლა. სხვაჩვენს ვისგან დაიცავსო, ვიდრე მე კობასთან და თორნიკესთან გადავალ შეკითხვით, მინდა კვლავ ერთი კითხვა აქეთ დავსვა, ვისგან დაიცავსო ნატოსგანო, როდესაც თქვენ ასეთ რიტორიკულ შეკითხვას სვამთ. ძალიან ბევრი არა, მაგრამ ძალიან ხშირად მაინც შესაძლებელია ერთი და იგივე ადამიანების მხრიდან, მაგრამ მაინც იყო გამოთქმული ვარაუდი სულ უახლოეს წარსულში, რომ ნატოში შესვლა ნიშნავს თუ არა შესვლას აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე. და როდესაც თქვენ არ ნიშნავს და ძალიან კარგად იცინეს რუსებმა ამაზე ბატონმა გიორგი მილაპარაკა. მე მინდა რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან მარტივად აუხსნათ ეს ყველაფერი. თუ საქართველოს მიიღებს სამოქმედო გეგმას, MAPS რო ეძახით, ეს ნიშნავს რომ 26 სახელმწიფო სამხედრო ბლოკში საქართველოს იღებს იმ ფარგლებში, რომელიც დე იურე არის აღიარებული. საქართველოს MAPS-ში შებიჯება ნიშნავს იმას, რომ ლაპარაკი დამთავრდა ვიღაცების დამოუკიდებლობაზე, გამოყოფაზე და ასეთ რაღაცებზე. აი მან მთავრდება ეს ყველაფერი. და მით უმეტეს, როდესაც საქართველოს გახდება უშუალოდ ნატოს წევრი, იქ უკვე სხვა პროცესები იწყება. რა პროცესები, ბატონო თემურ, იქნებ დამიკონკრეტოთ, აი რა პროცესები, შევდივართ და იქ უკვე იწყება სხვა პროცესები. ადამიანებს აინტერესებთ კონკრეტული ვთქვათ შედეგი. მე მესმის შესაძლებელია ხა ძალიან წვიმანდები, მაგრამ აი და ძალიან მარტივად რო ახსნათ, ინგა, რა პროცესი იწყება? რა პროცესი იწყება? რა პროცესი იწყება? როცა ორი ადამიანი მეგობრობს ერთმანეთთან და ამისგან განსხვავებით, რა პროცესია, როცა ეს ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან? რა პროცესია? არის არსებითი განსხვავება. ჩვენ ხვდებით ამ ოჯახის წევრები. შესაბამისად აქედან გამომდინარე შედეგებით იმ ოჯახის წევრების მხრიდან იმ რეაქციებით, რომელიც რეაქცია გააქვს ელემენტარულად, ბუნებრივად საკუთარი ოჯახის წევრის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით. მორჩა. არსებობს მეხუთე პუნქტი, ეგრეთ წოდებული article 5, რომ ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას. ძალიან მარტივია, ხო? არა, ერთზე თავდასხმის შემთხვევაში გასაგებია. არა, მაგას ვიღებთ, აი კონკრეტული ნაბიჯი ძალიან რა პროცესი დაიწყება, ეგ პროცესი დაიწყება. საქართველოს ვერავინ ვეღარ დაესხმება თავს. მორჩა. როგორც კი ჩვენ მივიღებთ MAPS, უკვე ეს არის ძალიან კვეთრი შემოფარგლა სამხედრო ბლოკის მიერ და არა ისეთი რაღაც გაეროე და ასე და შემდეგ, რომ ამ ტერიტორიაზე ეს ტერიტორია უკვე არის ჩვენიანი. შეიძლება მას დავარცხნა უნდა დააგიდა რა დაბანა უნდა თუ მერვე კლასიდაში თუ რაც მეათე კლასში გადასვლა, მაგრამ უკვე ეს არის ჩვენიანი და ძალიან მალე ის ჩვენი ოჯახის წევრი გახდება. ასეთ პროცესებში რუსეთს უკვე აღარანაირი მექანიზმი არ რჩება მანიპულირებისათვის არც ცხინვალის რეგიონში, არც აფხაზეთში, ამიტომაც არის ახლა გვესმის ეს რაღაც გაუგებარი ბრავა და იმას ვიზავთ ამას ვერაფერსაც ვერ იზავ. კარგით, მე მინდა იგივე შეკითხვით გადავიდე ექსპერტებთანაც დავარქვათ კობას ჩემს კოლეგას დავუსვავ პირველ შეკითხვას და ოდნავ მოგვიანებით მას შემდეგ რაც თქვენს მოსაზრებას მოვისმენ, მე მინდა მაყურებელს შევთავაზოთ რას ფიქრობს იგივე სააკაშვილის ვიზიტზე ვაშინგტონში ოპოზიცია, რომელზეც ეხლა ბატონი გიორგი ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ისინი სამწუხაროთო ვერ აცნობიერებენ მნიშვნელობას აი ამ ეტაპისას. კობა, რა სიტყვით თქვენ? როდესაც ჩვენ გვესმის განცხადებები ნატოსთან დაკავშირებით, ამ MAPS პროგრამასთან დაკავშირებით, ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, გასაგებია ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ რამდენად მიიღო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, როგორ ფიქრობ შენ, გარანტიები იმისი, რომ თუნდაც აი ამ პირველ ეტაპს, აი ამ პროგრამის მიღების ეტაპს გავივლით ჩვენ?
არ მგონია ახლა ესეთი გარანტია თვით პრეზიდენტ ბუშს მიეცა, რადგან აქ ბრძანის მინისტრებმა და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ინგა საქართველოს მეფში, ანუ გაწევრიანების ბოლო პროგრამაში ჩართვა სჭირდება კონსენსუსი, საერთო კონსენსუსი. მე არც იმ არგუმენტს, ასე ვთქვათ, დავივიწყებდი, რომ ცხადი ალბათ რუსეთის ფაქტორს მიაქცევენ ყურადღებას, რადგან კოსოვოთი ისედაც გაღიზიანებულია რუსეთი და ეხლა აი ამ დემარშით, რასაც ვთქვათ, კოსტუმა აპირებს და უკვე, ასე ვთქვათ, გადადგა ნაბიჯი, ეს არის უფრო გარე აუდიტორიისთვის, ზუსტად დასავლეთისთვის განკუთვნილი ნაბიჯი, რომ აი ჩვენ კიდევ ერთ გაღიზიანებას არ დაუშვებთ ეხლა თუ საქართველოს მიიღებთ მაპში. თქვენ გახსოვთ, რომ ეს მოქმედებს დასავლეთის წარმომადგენლებზე, გერმანიაზე, საფრანგეთსა, კუშნერმა მაგალითად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთი იყოს გარშემორტყმული, მაგრამ მე ვეთანხმები იმ ლოგიკასაც და იმ არგუმენტსაც, რომ რუსეთს მოუწევს ამასთან შეგუება, რადგან ნატო ფართოვდება. ეს იყო რიგის სამიტის გადამწყვეტი დასკვნითი დეკლარაცია. ნატოს გაფართოვება ეს ნიშნავს, რომ 3 წევრი ქვეყანა არის მაპში. ის უნდა მიიღონ მაპში, მაგრამ შემდგომმა უნდა დაიკავოს ეს ადგილი. შემდგომი ყველა ლოგიკით ეს არის საქართველო და არის უკრაინა, მაგრამ უკრაინაში არის ის პროცესები, რომ არ არის პოლიტიკური კონსენსუსი, მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტი უჭერს. მხარს ეს პროცენტი იზრდება, მაგრამ ის შესამჩნევად ვერა. ამიტომ აქედან გამომდინარე, არის რუსეთის გაღიზიანება და არის რუსეთი ჩვენ გვიღიზიანდება, შეიძლება ეხლა იმაზეც, რომ დემოკრატიული სისტემა შეიძლება, იმიტომ რომ ქართულად ლაპარაკობ და კიდე შეიძლება არ გამოილიოს ეს არგუმენტები, მაგრამ არის მიზანი, რომლისკენაც ყველანი მივდივართ. ერთადერთი რაც მე მინდა ბატონ გიორგის უბრალოდ შევეკამათო იმაში, რომ მაინც არ მგონია, რომ ეს ტრაგიკული იყოს, თუნდაც ეს საპროტესტო მშვიდობიანი აქციები, რადგან ნატოს წევრი ქვეყნები მაინც შეგუებულები არიან ამ რეჟიმში მუშაობას. შორსულად წავიდეთ, საბერძნეთი არის ნატოს წევრი, მაგრამ მთელი ქვეყანა გაფიცულია და რაოდენ პარადოქსული უნდა იყოს ჟურნალისტებიც. ქალბატონო ინგარისთვისაც ალბათ ჩვენ საყდრს მივიღებდით, რომ პოლიტიკურ პროცესებში შევერთობით, მაგრამ ეს არის დემოკრატიული პროცესის შემოადგენელი ნაწილი. იმედია, რა თქმა უნდა, მე მესმის ბატონ გიორგის ქვეყნის ზოგადად მისი იმუნიტეტისთვის ეს ცუდია, როდესაც ესეთი პროცესები დიალოგის მაგიდასთან ვერ წყდება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული, რადგან ოპოზიცია ასევეა დარწმუნებული, რომ ნატო არის საქართველოს ყველაზე უფრო სანუკვარი მიზანი. ამიტომ თუ კი ეს ასეა და ამ დარჩენილ დღეებში მე ვფიქრობ, რომ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები აქ იმყოფებიან ისინი, შეძლებენ რომ დიალოგის მაგიდასთან მოილაპარაკონ, რადგან ეს იქნება ინდიკატორი. ჩვენ ყოველთვის ლაპარაკობთ, რომ ჩვენ ველოდებით სიგნალს ნატოსაგან და ბუქარესტის სამიტისაგან. სიგნალი ჭირდება მათაც ჩვენგან, რომ აი ამ შემთხვევაში ჩვენ, როდესაც ძალიან რთული პოლიტიკური პროცესებია, შეგვიძლია ეს ყველაფერი დიალოგის მაგიდასთან გადავწყვიტოთ. შევიდა დავიწყოთ წენა და არა ისე, რომ დღევანდელი დღე მაინც კულმინაცია იყო, როდესაც აი ამ თითქოს დიალოგისკენ პატრიარქის განცხადების შემდეგ გადადგმულ ნაბიჯს მოყვა არის მოწოდება თვალსების საფრანგეთიდან ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი, სხვათა შორის მე ყოველთვის მინდა ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს დაუსვა შეკითხვები, როცა ჟურნალისტი ვიყავ, ეს არ მეძლეოდა მე თავის დროზე, მაგრამ მე მინდა მას ვკითხო დღეს მივიღოს ზუსტად ეს ერთადერთი მინისტრი, რომელთანაც მე როდესაც იმედში ვმუშაობდი, მეძლეოდა საშუალება გამონაკლისი იყავი, იმიტომ რომ სხვა დანარჩენი მინისტრები და უმრავლესობა ბოიკოტს აწყდა. რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს მივიღე აი ამ დღეებში წერილი ამერიკაში მყოფი ქართველი ოფიცრისგან, რომელიც 21 წლიდან მოყოლებული აფხაზეთიდან იბრძოდა, გაიარა ყველა ეტაპი სამეთაურო. დაამთავრა ამერიკის და დასავლეთის რამდენიმე სასწავლებელი. ბატონ ირაკლი ოქროაშვილის საკადრო პოლიტიკის გამო ის და რამდენიმე ათეული ოფიცერი დღეს იძულებული არიან ლუკმაპურისათვის დასავლეთის ქვეყნებში იმუშაონ. ეს მისი საკადრო პოლიტიკის შემადგენლობები. არა, იმიტომ რომ მე არ ვიქნებ ჩემთან თავთან არ ვიქნებ როგორც ჟურნალისტი, პატრიოტსანი, რომ ეს არ უთხრა, რომ დღეს ეს ადამიანი ლაპარაკობს შეიძლება ბევრ სიმართლეს, მაგრამ მას აქვს აი ამ ოფიცრებისათვის თვალში ჩასახები. კარგით. ბატონო გიორგი, თქვენ დამიიღო მომართავ ვიდრე მეთორნიკესთან გადავალ შეკითხვა. და ჩვენი ინტერვიუები საერთოდ. არა, თქვენ მინისტრი ვიყავი ასე. არა, თქვენ როდესაც იყავით მინისტრი, მაშინ არ იყო ბოიკოტი გამოცხადებული, როდესაც თქვენ გახდით სახელმწიფო მინისტრი იმ პერიოდთან. 2013 დეკემბრიდან მინისტრი ვარ. არა, მე ვგულისხმობ ბოიკოტის პერიოდს და ვგულისხმობ თქვენ როდესაც იყავით თავდაცვის მინისტრი, მაშინ მაძლევთ ინტერვიუს, მაგრამ როდესაც დაიწყო ბოიკოტი ჩვენი მისამართით ხელისუფლების მხრიდან, თქვენ მაშინ უკვე იყავით სახელმწიფო მინისტრი და
და ვიცე-პრემიერი. არ გვინდა ამ თემაზე საუბარი. ოპოზიციაზე ახსენა ეხლა კობამ და სწორედ შეკითხვა, რომელიც წეგან თქვენი საუბრიდან გამომდინარე მე გამიჩნდა. მე მესმის როცა ამბობთ, რომ აი ამ სიტუაციაში ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა. მე მესმის როდესაც ჩვენ ყველანი ერთად განგაშვდეთ, როცა დუმაში თუნდაც პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება ასეთი განცხადება და ეს არ არის ვთქვათ ოფიციალური დოკუმენტი, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ისე ხომ არ გამოსდის, რომ აი მე ვარ კარგი, მე მინდა ჩემი ქვეყნისთვის კარგი, მე ვაცნობიერებ რას ნიშნავს ჩემთვის ნატო. ოპოზიცია არის ცუდი, არის ჩასარეცხი, იმიტომ რომ ეხლა აქვს მაინც და მაინც საპროტესტო აქციები. არა, მე ბატონ გოგას დავეთანხმები, რომ ტრაგედია ნამდვილად არ არის ტრაგედია, არაფერი არ არის, მით უმეტეს ის, რაც კანონის ჩარჩოებში ჯდება და რასაც უფლება აქვს ადამიანს. აქ უკვე ლაპარაკობ მე პოლიტიკურ გამჭრიახობას და მომენტის გაგების უნარზე, თორე ტრაგედია რა თქმა უნდა არ არის და ეს დემოკრატიული პროცესია და ტრაგედია რო იყოს ჩვენ ამას არ დაუშვებდით. ტრაგედიად რომ მიგვაჩნდეს ეს, ამას უბრალოდ არ დაუშვებდით. მაშინ იქნებოდა შესაბამისი კანონი, რომელიც ამას აკრძალავდა და შესაბამისად ხელისუფლება ყველა ძალისხმევას განახორციელებდა, რომ ეს არ დაეშვა. ამიტომ ჩვენ ეს ტრაგედიად არ მიგვაჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ ლაპარაკი სწორედ იმაზეა, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ საკვები იმ ოპონენტებს, რომლებიც რეალურად რუსეთის გამო თუ გვეტყვიან უარს, გვეუბნებიან უარს, მაგრამ სამაგიეროდ ეხლა ეძლევათ საშუალება, რომ რაღაცა სხვა მიზეზი მოიმიზეზონ. ხოლო თვითონ არსებითად რო ვილაპარაკოთ ახლა რახან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, არ შეიძლება რო არ ითქვას ახლა ბოლო-ბოლო რაზე საუბრობენ ჩვენი ოპონენტები, ხო? პატრიარქმა კურთხევა მიცა და კურთხევა ეს არ არის არც თხოვნა და არც მოწოდება. კურთხევა ეს არის ქრისტიანისთვის ფაქტიურად სხვა ენაზე რო ვთქვათ, მითითება რა უნდა გააკეთოს და კურთხევა და თქვა რომ ეს არაქრისტიანულია, შიმშილობა. და ადექით და შეწყვიტეთ შიმშილობა. პატრიარქმა უთხრეს ძალიან ნათლად. ეხლა ჩვენი ოპონენტები მივიდნენ იქ და უთხრეს რომ ისიც რა უწმინდესო თქვენ კი მოგვესით კურთხევა, მაგრამ აი ჩვენ მქონდა თქვა 10 მოთხოვნა და ეხლა ამას შევამცირებთ და ერთი გვექნება. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ სავაჭროთ პატრიარქს ისინი არ მოუწევია, რომ აი მოდით ვივაჭროთ, ეს მოაკელით, ეს იმას პატრიარქმა უთხრა ხელისუფლების მისამართითაც გააკეთა ბატონო გიორგი თუ არ ხდები მოწოდება, რომ ხელისუფლებას უნდა წავიდეს ამ სპეციალურად რომ წამოვედი აქ ჩემს მეგობრებთან ერთად გქონდა კონსულტაცია და მინდა გითხრათ, ყველა ის საკითხი, რომელსაც ისინი აყენებენ ჩვენთვის, ჩვენ გვაქვს ზატყოფნა, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ. მაგალითად იქნება ეს მაჟორიტარების ასე ვთქვათ თემა, თბილისში საუბარია რამდენი მაჟორიტარი იყოს, მათ აღელვებთ ამის თაობაზე. თუ მაგალითად საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენ გვჭირდება რომ დავტოვოთ ადგილები ფორმალურად, გამოინახება ამის რესურსი და არის ამის საშუალება, უნდა დავსხდეთ ერთად ოღონდ და შევთანხმდეთ. ეხლა ისევ ჩვენ რომ რაღაცა გავაკეთოთ, მერე ისევ გამოდგებიან და იტყვიან რომ ეს თვითონ რაღაცა მოიფიქრეს, ჩვენ ეს არ მოგწონს და ასე შემდეგ. შემდეგ საარჩევნო კომისიებში ჩვენ მზათა ვართ, არის ამის მზაობა, თუ იქნება კიდევ ერთხელ მეორე შეთანხმება, რომ ყველა კომისიის მდივანი იყოს ოპოზიციის და კომისიის მდივნებს რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრი პრეტენზია გვესმოდა რომ აი ოქმები გაყავდა ერთი და მეორე რომ აი საჩივრები არც კი ჩაიბარეს კომისიის მდივანია ის ადამიანი პიროვნულად ვინც ოქს წერს თვითონ ფიზიკურად და ხელსაწერს ანუ ეს თემა მოიხსნება და მეორე რომელიც იბარებს საჩივარს ანუ ეს არის თუ არა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შემდეგ მაგრამ მათ მოხსნეს ეს ყველა მოთხოვნა, მე არ მინდა რომ თემას ავწდეთ მათ არ ქონიათ. ისინი დავიდნენ, აი მათი მოთხოვნა იყო თავარი როგორც მესის თავარი მოთხოვნა რომ ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, ხო? ნორმალური საპარლამენტო არჩევნები. და ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ ჩავატაროთ ნორმალური საპარლამენტო არჩევნები, ამისათვის კომისიებიც კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ, მექანიზმები გავაუმჯობესოთ, სასამართლო სისტემის ასე ვთქვათ დამოკიდებულება ამ პროცესისადმი გავაუმჯობესოთ. თარიღი არ მოწონთ 21 მოწონთ, მზათა ვართ, ოღონდ უნდა შევთანხმდეთ. ხო და ეხლა თუ არ შევთანხმდებით, ეს პროცესი ისევ ვერ წარიმართება, რომ მათაც თქვან, რომ ეს კარგია. თორე ობიექტურად ჩვენ შეიძლება ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ ძალიან ბევრი კარგი რაღაცა, რასაც ისინი თუ არ შემოუერთდნენ, ჯანსაღი ატმოსფერო არ იქნება და ეხლა ბოლო-ბოლო დავიდა რაზე, რომ თურმე მათ არ უნდათ, რომ ყველა რაიონს ყავდეს
არჩეული თავისი მაჟორიტარი. ბოლო-ბოლო ეს არის ის, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს, ვის ირჩევს ის გარდა პოლიტიკური პარტიისა და რაღაცა რო გაუჭირდება მას, ვის მიაკითხოს და ვის მოთხოვოს პასუხი, როდესაც მას დაჭირდება ხელისუფლებას და რაღაცა კონტაქტი და ოპოზიცია რას ითხოვს, აბა ერთი გამობრძანდნენ და აუხსნან ჩვენ ხალხს. ვერ აუხსნიან. იმდენად რთულ სისტემას ითხოვენ, რომ რეგიონები ჩამოაყალიბონ და იქ რაღაცა პროპორციული სისტემა შექმნა და ჩვენ ვითხოვთ ძალიან ჩვენ ვამბობთ, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი სქემა. როგორც იყო აქამდე ყოველთვის, არაფერს არ ვცვლით. ფაქტიურად, რომ იყოს ერთი პარტიული სია, რასაც მისცემს ხალხი ხმას და მეორეს კონკრეტული ადამიანი, რომელსაც აირჩევს კონკრეტული რაიონი. თითოეულ რაიონს ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის საქართველოსთვის სიკეთე, ეს არის თითოეული რაიონისთვის და მოქალაქისთვის სიკეთე, რომ ყავდეს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში. თორნიკე ძალიან დაგვიჩაგრა და მარტო ამას არ მოგვიწონებს. ძალიან დიდი ბოდიში, სწორედ აი აქედან გამომდინარე დავუსვამეთ თორნიკეს შემდეგ შეკითხვას, როდესაც ბატონი არ გეკითხებით არჩევნებზე, არ გეკითხებით ოპოზიციაზე, ცხადია, მაგრამ მე უნდა გკითხოთ სწორედ ამ პროცესებიდან გამომდინარე. რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს სტანდარტებს, რომელიც მას ჭირდება იმისათვის, რომ გაწევრიანდეს ნატოში. იგივე დემოკრატიაზე, აი ახლა ბატონი გიორგი საუბრობდა, ჩვენ ამას თავაზობთ, ისინი ამას ითხოვენ. ჩვენ მოვისმენთ ოდნავ მოგვიანებით, თქვათ მე რამდენადაც ვიცი, თქვათ იგივე გიორგი ცაგარეიშვილის განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში სააკაშვილის ვიზიტთან და ამ ნატოსთან დაკავშირებით იყო ძალიან მკვეთრი და მან ჩვენ ჟურნალისტთან საუბარში გაიხსენა, თქვათ იგივე 7 ნოემბერი და შემდეგ ამაზე 2 წუთში ჩვენ მოვისმენთ ინტერვიუს. მანამდე ესე რომ მიპასუხოთ ამ შეკითხვაზე, აი ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს ამ სტანდარტებს? პასუხი ამაზე მარტივია, რომ იყოს ყველაფერი კარგად, მაშინ არ იქნებოდა ამდენი ლაპარაკი საქართველოს როდის მიცეთ მაპი და როდის მივიღოთ ნატოში. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ვერ მივდივართ იმ დონეზე ვერ მივედით. და ამდენად გადავხედოთ ჩვენ ნებისმიერ სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებს, რომელიც დაკავებულია დემოკრატიის შეფასებით, იქნება ეს Freedom House-ი, ანთუნა ჟურნალი ეკონომისტი, მის ინდექსები რო ავიღოთ, საქართველოს ჯერჯერობით იდეალურ მაჩვენებლებს, ესე ვთქვათ, ვერ ამჟღავნებს. იყოფება დაახლოებით ნაწილობრივ თავისუფალი სახელმწიფოს კატეგორიაში. სამწუხაროდ. პროგრესი, რა თქმა უნდა, არის, ეს ფიქსირდება, რო აიღო თქვენ შეადაროთ იგივე თუნდაც Freedom House-ის მომაცემები 2003-დან მოყოლებული პროგრესი ფიქსირდება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ იმ დონეზე რა თქმა უნდა ვერ მივედით. სწორედ აქედან მოდის პრინციპში ევროპელების წინააღმდეგობა საქართველოს ჯერ მაპი არ მისცენ, რადგან ევროპელების მიაშენებთ საქართველოს ჯერჯერობით სრულ კარგ დემოკრატიამდე ძალიან ბევრი უკლია, ძალიან ბევრი არა უკლია. საკმარისად იმისთვის, რომ ჯერჯერობით მაპი მას არ მისცენ, ესე ვთქვათ. და პროგნოზი როგორია თქვენი? აი ამ მოახლოებული სამიტის წინ. ბატონო, საიდან მოიტანეთ? რომელი? აი ეს რომ არ არის საკმარისად რეფორმირებული საქართველოს იმისთვის, რომ მაპი მიცეთ. აი რის მე ვამბობ დემოკრატიის დონეზე და დემოკრატიის დონეზე უკაცრავად ბოდის უხდი მე ვალდებული ვარ რომ შეგაწყვეტინოთ და შეგეკამათოთ, იმიტომ რომ თქვენ მოგავთ ცალკეული ორგანიზაციების შეფასებები, რომელსაც ნატო რა თქმა უნდა ითვალისწინებს და აქ არც ერთ ჩვენთაგანს არ უთქვამს და არასდროს არ უთქვამს, რომ ჩვენ უკვე იქავართ, სადაც მივდივართ, მაგრამ მაპს რო იმსახურებს თქვენ ელემენტარულად ეს ალბათ იცით, ჩანს იმაში, რომ ჩვენი აიპაპის შეფასება არის ყველაზე კარგი, რაც აქამდე ყოფილა და არის ძალიან დადებითი. დავასრულე კომპლექსური საკითხია, აქედან გამომდინარე არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს იმსახურებს მაპს, კამათი მიდის არა იმაზე იმსახურებს თუ არა მაპს. საწინააღმდეგო იმისა, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, არამედ როდის მივცეთ მაპს. კარგი. ეს კომპლექსური საკითხია. საქართველოს აქვს უმამროი პრობლემა, რომელიც არ ქონდათ თუნდაც იგივე რუმინეთს და ბულგარეთს, თუმცა ისინი მიიღეს მაპში, ცხადია, არც ისინი არ იყვნენ დემოკრატიასთან, ესე ვთქვათ, იდეალური დემოკრატიის პირობებში არის. რომელი იდეალური დემოკრატია შეგიძლია თქვენ დამისახოთ? ნუ ევროპულ დონეზე მაინც გულისხმობ. ინდივიდუალურ ცხადია არ არსებობს, მაგრამ რაღაც დონეზე უნდა მივიდეს. ჩვენ ჯერ დასავლეთ ევროპის დემოკრატიის დონეზე არა ვართ და ამისთვის გვჭირდება მაპი, ამისთვის გვჭირდება იმის შემდეგ რამდენიმე წელიწადი მაინც, რომ ამ ევროპულ დემოკრატიას ყველა სფეროში მივუახლოვოთ. ამაზე საუბარი. დიდი მადლობა. ხო იცით, მოწინააღმდეგე მაგისი არა, რომ მაპი მივიღოთ ახლა ხო? არა, მოწინააღმდეგე კი არა, უბრალოდ თქვენ ამბობთ ისეთ რაღაცას, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ რომ აიპაპის შეფასებით ეს საქართველოს დაიმსახუროთ ამას დაუკარგავთ. თუ შეიძლება. დიდი მადლობა. გისმენთ. ესე იგი, ჩვენ ვიყოფით გაცილებით რთულ სიტუაციაში, ვიდრე სალაპარაკოს, რასაც აუცილებლად ილაპარაკებენ რუსების მომხრეები. კარგით, ბატონო გიორგი, ყველა განსხვავებული აზრი ამ შემთხვევაში რუსეთის მომხრეების. ჩვენ გვაქვს უფრო რთული პრობლემები, ვიდრე ჰქონდათ ბულგარეთს და რუმინეთს და მაგალითად, რომლებიც ცხადია ასევე იდნენ საკმაოდ შორს დემოკრატიისგან, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ესე ვთქვათ
ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და ისინი არ იყვნენ ისე ახლოს სამდებორენ რუსეთთან, ისინი არ ესაზღვრებოდნენ განსხვავებით ჩვენგან ჩრდილოეთ კავკასიას და ამიტომ მათი მიღება ნატოში რუსეთთან ისე მტკივნეულად რა თქმა არ იქვა. საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები და ამის გამოც მას უფრო მეც თხოვენ, ვიდრე თხოვენ რუმინეთს და ბულგარეთს სიტყვაზე. აი ამის გამო სწორედ ამის გამო ჩვენ შეიძლება უფრო მეტი მოგვეთხოვება. და ამიტომ კიდევ დამასრულებთ გეუბნები. ამიტომაც ჩვენ ესე ვთქვათ, უნდა გადავძალოთ ეს პრობლემები, რომლებიც შეიქმნა იგივე აფხაზეთის სამხრეთ ოსეთის გამო, თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენ ვართ რუსების უშუალო ინტერესების სფეროში, ისინი მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი გაშვება თავიანთი სფეროდან ეს არის საზიანო მათი საერთო ინტერესებისთვის და ამიტომაც ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემები, უნდა ავაშენოთ უფრო სწრაფად დემოკრატია, ვიდრე ააშენეს თავის დროზე ბულგარეთმა, რუმინეთმა. აი სწორედ აქედან მოდის ყველაფერი. მოდით მოვისმინოთ. თუ შეიძლება მოდით მოვისმინოთ რა შეფასებები მისცეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და შემდეგ მე მინდა განვაგრძელოთ საუბარი სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის თემაზე. მას ჰქონდა სულ ცოტა ხნის წინ კონდოლიზა რაისთან შეხვედრა, რომელიც მოსკოვიდან არის ახალი დაბრუნებული და საინტერესოა იგივე რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის რა შეიძლება აი ამ შედეგიდან ჩვენთვის ვთქვათ დადებითი სიგნალი იყოს. თუ შეიძლება მოვისმინოთ ერთად შეფასებები და შემდეგ მე კვლავ შეკითხვით ბატონ თემურ იაკობაშვილთან. საქართველოს ჰქონდა ძალიან სერიოზული შანსი ბუქარესტის სამიტზე მიეღო სამოქმედო გეგმა, რაც იქნებოდა დიდი წინსვლა ნატოს ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს შანსი ბოლომდე დაკარგული არ არის, მაგრამ არც გარანტირებული არაფერია. პრეზიდენტ ბუშის პოზიცია დღეს დაფიქსირებული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი კითხვები და საყვედურები პირადად ბატონ ბუშთან, რომელსაც გამოეპარა ბევრი პრობლემა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით და ამანაც განაპირობა ის, რომ გარკვეული პრობლემები გვაქვს ახლა საერთაშორისო ასპარეზზე. მაგრამ თუ თავად პრეზიდენტი ბუშივე გამოასწორებს ბევრ რამეს და მოგვეხმარება ახლა ბუქარესტში პროგრესის მიღწევაში, მაშინ ჩავთვლით, რომ პრეზიდენტობის დასასრულს მან მაინც კარგი გააკეთა საქართველოსთვის. ჩვენი პოზიცია იცით და მე ძალიან გამიხარდებოდა, რომ მე ნახა საქართველოს ნატოში ან ამ შემთხვევაში თქვა მიგვეღო მაპი, მაგრამ სამწუხაროდ მე ამას ძალიან სკეპტიკურად უყურებ, იმიტომ რომ ყველა ის ფაქტები, რაც ბოლო ხანებში ხდებოდა საქართველოში, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, დამთავრებული მართვის იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, არ მოგცევს ჩვენ სამწუხაროდ იმის საშუალებას, რომ ჩვენ მაპი მოგცევ. მე ამაში სამწუხაროდ ხდებათავარ დარწმუნებული. ამერიკა თურმე ჩვენ ხარს დაგვიჭერს ბუქარესტის სამიტზე, რაც მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ მაპი მივიღოთ. რამდენადაც ვრცელდება ინფორმაციები, ევროპის რამდენიმე ქვეყანა აპირებს ჩვენ უარი გითხრას მაპის მიღებაზე, რაც მინდა გითხრათ, რაც სამწუხარო ფაქტია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გადაღებელი ჯავშანტექნიკით და მწყობში მოსიარულე ჯარისკაცებით ნატოში არ შედიან და ვერ შედიან. ნატო პირველ რიგში პოლიტიკური გაერთიანება არის, სადაც ადამიანის უფლებებს ცემენ პატივს, სადაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება და არ არის ავტომატი და არ არის ტყვიაფქვევი მოწინავე პოზიციაზე, ასე ვთქვათ. ამ სასწორეს ორპინაზე აქეთ ზარბაზანი და აქეთ ადამიანი ნატოს წევრი ქვეყნებისთვის არ დევს. ეს ეთქობა სააკაშვილისთვის დევს. ამიტომ ის რაც საქართველოს მიიღო სამწუხაროდ, მიიღო იმის გამო, რომ მას ყავს არაადეკვატური ხელისუფალი, უფრო მეტიც მას ყავს დიქტატორი ხელისუფალი. აი ეს არის ოპონენტების მოსაზრება. ბატონო გიორგი და ბატონო თემურ, მე მაინტერესებს თქვენი კომენტარი. 7 ნოემბრის შემდეგ ეს იყო თუ არ ვცდები პირველი ვიზიტი, ხო? მიხეილ სააკაშვილისა ამერიკის შეერთებულ შტატებში. რას იტყვით, გაქვთ თუ არა ინფორმაცია ისეთი, რომელიც ვთქვათ პრესისთვის არ არის ცნობილი, მეკობასაც მინდა და თორნიკესაც მინდა დაუსვა ეს შეკითხვა. საქართველოს პრეზიდენტთან გარდა ვთქვათ აი ამ კონფლიქტებისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის და ნატოს თემაზე, იყო თუ არა იგივე თეთრსახში საუბარი 7 ნოემბერზე, იმაზე, რაზეც ახლა თქვენი ოპონენტები აკეთებდნენ განცხადებას ფასადებზე,
გადაღებილ ჯავშან ტექნიკაზე, ან თუნდაც უბრალოდ დემოკრატიის აი იმ დონეზე, რომელიც 7 ნოემბერთან მიმართებაში დღემდე არის უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ. ყოველისა პრეზიდენტი იყო თავისი ხელახლად არჩევის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ქართულმა ხალხმა უმრავლესობამ ქართული ხალხისა მას მისცა ხელახალი მანდატი და მისცა იმ ვითარებაში ხელახალი მანდატი, როდესაც მოხდა 7 ნოემბერი და პრეზიდენტმა თავი ვალდებულად ჩათვალა, იმიტომ რომ არავის არ მოგვეწონა ის რაც მოხდა და არავისთვის ეს არ იყო ის როგორც გვინდა ჩვენი ქვეყანა ვიხილოთ. ამიტომ პრეზიდენტმა თქვა ფაქტიურად ადამიანურ ენაზე ვილაპარაკოთ, რომ მე ვთვლი, რომ ეხლა ის მომენტია, როდესაც ხალხმა უნდა განსაჯოს. მე ვარ ღირსი, გავაგრძელო ქვეყნის მართვა, მე ეს ნაბიჯი რო გადავდგი, ხალხი ამას მithulis როგორც აუცილებელ ნაბიჯად, იმიტომ რომ ქვეყნისთვის ხიფათი ამეცილებია თუ დანაშაულად. ხალხმა თქვა დაინახა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძალიან საინტერესო ვიდეო ჩანაწერები ნახა, რასაც მოყვა ასევე ჟურნალისტების, თქვენი კოლეგების რეაქციაც, როდესაც თვითონ დახურეს უკვე იმედი იმის გამო რომ შოკირებულები იყვნენ იმით, რაც მათ მოისმინეს, რა იდგა ამ დემონსტრაციების უკან და რა შეიძლება მომხდარიყო და რას ააცილა ხელისუფლებამ ქვეყანა და თვითონ დახურეს, თუმცა დღეს არის ბევრი კითხვის ნიშანი იმედის ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით და ჩაერია თუ არა ამ გადაფორმებებში ხელისუფლება. მე მგონი სწორი ანალიზი ვერ გავაკეთეთ. რა აღმოჩნდა რომ აი 7 ნოემბრის უკან რა იყო, რა შეიძლება მომხდარიყო, როგორი სცენარი შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები, ვიღაცა დაძინებულიყო, იქ რაღაცა ყუთი დამწვარიყო და ხალხი აეგდოთ, მე იმ სიტყვებს ხმარობ, რა სიტყვებსაც ხმარობდნენ ის ადამიანები და ხალხი ასე ვთქვათ რაღაცა манипуლირება ყოფილიყო ხალხისა და ამ ვითარებაში ხელისუფლება მარტო ეს არ ყოფილა 7 ნოემბერი, მე არ მინდა ახლა ვიდაოთ ამ თემაზე. იყო თუ არა 7 ნოემბერზე საუბარი თეთრ სახში, ამას გეკითხებით 7 ნოემბერთან დაკავშირებით მე მეც აბსოლუტურად პრობლემა არ მაქვს იპასუხოთ ყველა იმ საკითხზე. ჩვენ დღეს საუბრობთ 7 ნოემბერთან დაკავშირებით ერთი მინდა ხალხმაც იცოდეს, იმიტომ რომ როგორც ვატყობთ ძალიან ცოტა მიცის, იქიდან იმ პოლიციელებიდან რომლებმაც გადააჭარბეს თავისუფლებამოსილებას და რომლებმაც გამოიყენეს ზედმეტი ძალა მათთან დაკავშირებით 11-თან დაკავშირებით უკვე გატარებული არის კონკრეტული ღონისძიებები და ისინი დასჯილები არიან და პარალელურად ამისა პროკურატურაში მიმდინარეობს და სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება და მესამე ასევე არის ხელისუფლების მხრიდან პირობა დადებული და ეს ოპოზიციასთან ერთად არის შეთანხმებული ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ახალ პარლამენტში შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია რომელიც თუ კი რამე დარჩა ასე ვთქვათ მოსაძიებელი და რამე იქნება კიდევ კითხვის ნიშნები დარჩენილი საპარლამენტო კომისია აღჭურვილი შესაბამისი უფლებამოსილებით გააგრძელებს ამ საქმეს. ოპოზიცია ამბობს, რომ არავის არ არის საქმე აღძრული უფლებამოსილების გადამეტებაზე და საინტერესოა რა ინფორმაციას თქვენ. მე არ მინდა ახლა თემას რომ ავწდეთ, მაგრამ ესა ისეთი თემა, რომელიც ყველას ძალიან აინტერესებს, თქვა 7 ნოემბერთან დაკავშირებით დაპატიმრებულები. თქვი, ინგა. და აი მე აქ წამოვიღე აი ჩანაწერი ზუსტად ბუკვალურად იმისა, რაც ღიად ილაპარაკეს პრეზიდენტებმა და აი სპეციალურად მაქვს ესე გასმული ხაზი რომ პრეზიდენტმა ბუშმა რომელიც არ არის ადამიანი რომელიც ჰაერზე ისვრის სიტყვებს რომელიც მართლა არის ის შეიძლება იგი თავის ქვეყანაში და საზოგადოებას ბევრი აკრიტიკოს მაგრამ ბოლო-ბოლო ის არის მართლა მსოფლიოს ყველაზე დიდი და ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ყველაზე დიდი არა ამ შემთხვევაში ინდოეთია ყველაზე დიდი სახელმწიფო დემოკრატიული მაგრამ ესეთი თავისუფლების მებაირაღე ვინც არის სახელმწიფო იმის ლიდერია მან თქვა მე მივესალმები პრეზიდენტს, რომელსაც მე მას უაღრესად დიდ პატივს ვცემ. ესე იგი, აქ ინგლისურად სხვა სიტყვაა საერთოდ ნახმარი, რომელიც ბევრად უფრო დიდ პატივისცემას გამოხატავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებმა ან 7 ნოემბერი არიციან, ან ის შეცდომები არიციან, რომელიც ჩვენ დაგვიშვია, ან ის მრავალი მინუსი არიციან, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და მრავალი საკითხი, გადასაწყვეტი, რომელიც დაგვრჩა, იგივე დაწყებული სასამართლო რეფორმა, პენტესო თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ბატონმა თორნიკემ თქვა, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ
უკვე იქა ვართ, სადაც გვინდა რომ მივიდეთ. ჩვენ სწორი გზით მივდივართ და ამიტომ ის აფასებს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას როგორც ძალზე პოზიტივს და სწორედ ამის საფუძველზე ლაპარაკობს ის ადამიანი, რომ მე დგევარ საქართველოს გვერდით, რადგანაც თქვენ დაიმსახურეთ ეს ნდობა და ჩვენი გვერდში დგომა, თქვენი რეფორმები და პირველ ყოვლისა ამახვილებს ყურადღებას იმ რეფორმებზე, რომელიც უკვე განხორციელდა, მაგრამ რომელიც არის საწინდარი კიდევ უფრო დიდი ქმედებებისა და კიდევ უფრო სერიოზული რეფორმებისა ყველა იმ სფეროში, რომელზედაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ლაპარაკობს, რომელმაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა მიგვიყვანოს ერთიან ძლიერ საქართველოსდე სიღარიბისა და უმუშევრობის გარეშე. კარგი, შეიძლება დავსვა შემდეგი შეკითხვა გადაცემაში, ვიდრე გამოვაცხადებ რეკლამას, ჩვენ საუბრობთ იმაზე, საუბრობთ ასეთი თემა რაღაც გასჯისთვის დღეს ავირჩიეთ მოსკოვი, თბილისი, ვაშინგტონი. მაშინ როდესაც ბატონო გიორგი თქვენ ამბობთ, რომ აი ესე მხარდაჭერა არის ღია, საუბრობთ ვაშინგტონში სააკაშვილის ვიზიტის შედეგებზე, იგივე მოსკოვიდან გაისმის სხვადასხვა განცხადებები, ვთქვათ აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე, ბატონმა თემურმა თქვა, რომ ეს არ არისო ოფიციალური დოკუმენტი, არ შეიძლება იყოს, წერონ და იკითხონო, მაგრამ ამავე დადგენილებაში, რომლის განხილვაც მიდის, საუბარი არის სხვა შორის იმაზეც, რომ გარდა ვთქვათ სტატუსისა შესაძლებელია მაგალითად ერთ დეტალს ვიტყვი, მოხდეს ორი ოსეთის გაერთიანებაც. მე მაინტერესებს რა სიტყვით თქვენ აი ამ ვიზიტის ფონზე, იგივე კონდოლიზა რაისი, რომელიც იყო ეხლა ხარ ჩასული რუსეთში, რა გარანტიები გვაქვს ჩვენ, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მოხდება ვთქვათ ძალიან ღია ჩარევა და ჩვენი მხარდაჭერა, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. მე მესმის თქვენ გეღიმებათ, მაგრამ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც განიხილავს რუსეთისადმი. დოკუმენტია, მაგრამ ახლა მან ამერიკის ჩარევა უნდა არ უნდა, მაგას მაგ პრობლემას წვითავს კავკასიონი. გეოგრაფია წვითავს და როგორ უნდა გაერთიანონ ორი ეგრეთ წოდებული გახლეჩილი ერთი ერი, რომელიც ერთმანეთს უკავშირდება ეხლახან აშენებული ტუნელით, მე ძალიან მაინტერესებს. ეხლა მე თქვი, რომ ნახტალინის უნი დადგამეთქი და ესეც ქონდა მხედველობაში, რომ არგუმენტები, რომელიც მოყვანილია როგორც მინიმუმ სასაცილოა რა, რაღაც ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობენ, რომ გავხსნათ საზღვრები, გეგონებ ეს საზღვრები დაკეტილი აქვთ. გშევა სუსტოდ სავიზო მიმოსვლა, რომელ რა ქვია, აფხაზს უნდა ერთი რუსეთში ვიზა წასასვლელად, ეს მანახეთ, სად გინახეთ ეგეთი რაღაცა. ხო, ნუ რაღაც ეხლა ეგეთი რაღაცებზე არ მინდა ვილაპარაკო, ხო? და მინდა შევეხო, რადგან იყო აქ ლაპარაკი, ოპოზიცია ლაპარაკობს ისე, როგორც ოპოზიცია უნდა ლაპარაკობდეს. აბა რა გინდათ, ახლა ოპოზიცია უნდა თქვას ეს მიშა რა მაგარია, როგორც ჩაეხუტა ბუშს და გაუმარჯოს მიშასო, მაგას ვერ იტყვიან. მეორე, მე დიდი სურვილი მაქვს იქით ხარეს ვიჯდე. ვიდრე აქეთ ოპოზიციაში. არა, კაცო, აგიხით მეთქი, მე გავიშვირი ხელი ექსპერტებისკენ. იყავით და რატომ მიდიოდით მაშინ თავად? აი, კაი კითხვა. სხვა დროს ვილაპარაკოთ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ახეთ მხარეს როცა ხარ, რაღაცა ინფორმირებულობის დონე უფრო მაღალია. მე მინდა გითხრათ, რომ ჩამოვედი ახლახან ბრიუსელიდან, სადაც იყო ბრიუსელის ფორუმი, იგივე კუშნერი, იგივე სხვა კიდე იყვნენ იქა, ვისაც ჰქონდა საშუალება ლაპარაკისა და მე მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა მერკელმა ძალიან ცალსახად განაცხადა, ამოიღეთ და წაიკითხეთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში პრეტენზიები არის კონფლიქტები, არაფერი არც 7 ნოემბერი უხსენებია, არც 28 რაღაცა და ასე შემდეგ. საერთოდ არ ყოფილა დემოკრატიაზე ლაპარაკი. ძალიან ცუდია რაც თქვა, მე მინდა დავაფიქსირო და მაგაზე ჩვენ გქონდა ძალიან სერიოზული საუბარი გერმანელებთან და მე მგონი რომ ისინი მიხვდნენ რომ ცუდი რამე თქვა მათმა კანცლერმა, იმიტომ რომ ჩვენ ვეუბნებით რომ ფაქტიურად ადექი და მიეცინე ვეტოს უფლება რუსეთს. თუ იძახე რომ კონფლიქტია პრობლემა, მაშინ ეს კონფლიქტი არასოდეს არ გადაიჭრება, იმიტომ რომ ეფექტურია საქართველოს ნატოში არ შეშვებით. თვის. ანუ მან გაიმეორა, მერკელმა გაიმეორა ის რაც თქვა პუტინმა. და იქ არ ყოფილა ლაპარაკი რომ ჩვენ არ გვიშვებენ, იმიტომ რომ ვართ ნაკლებად დემოკრატიული და რაღაც. ძალიან გულახდი და თქვა იმ ხალხმა რომ პრობლემა არის საქართველოში ტერიტორიები, ის აღარა თქვა რომ აქ ლაპარაკია რუსეთთან ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, ორი მნიშვნელოვანი მომენტია, რაც მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თვითონ გავიაზროთ, ხო? ერთი პრეზიდენტის პუტინის და მეორე პრეზიდენტის ბუშიც მიდიან, ორივეს უნდა ლამაზად წასვლა. ხო? პუტინს უნდა ისე წავიდეს ლამაზად, რომ საქართველოს არ შეუშვას ნატოში არანაირად, ბუშს უნდა ისე წავიდეს, რომ საქართველოს მაინც აღმოჩნდეს ნატოში.
დანარჩენი სახელმწიფოებში არ არის ესეთი კვეთრი პოზიციები, რომლებიც უარყოფით კვეთ პოზიციებზე ვიძახი. ფრანგებიც იძახიან, კაი თუ ყველა იტყვის ჩვენც ვიქნებით, კიდე სხვა ბელგია და პატარა სახელმწიფოები იძახიან, როგორც დიდები იტყვიან ჩვენც ისე გავაკეთებთ, მაგრამ არავის არ უთქვამს იმაზე, რომ თქვენ არ გიშვებთ, იმიტომ რომ რაღაც დემოკრატიის ხარისხი არ გივარგათ. მართალია რა უკვე თქვენს რომ ჩვენ დემოკრატიის ხარისხი არ არის რაღაც გასაოცარი, ჩვენ კიდე ბევრი გზა გვაქვს გასავლელი და ყოველთვის იმეორებენ რომ მეპის მიცემა არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი არის კარგად. მეპის მიცემა ნიშნავს იმას რომ ჩვენ ვაცნობიერებთ პროგრესს, ვაფასებთ პროგრესს და მე მინდა გითხრათ რომ ისეთი პროგრესია საქართველოში მიღწეული, მოგწონს თუ არ მოგწონს, მეგონი უნდა მოგწონდეს, რომელიც ვერ მიაღწია ვერც ერთმა სახელმწიფომ, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარდა. რა პროგრესს გულისხმობ? რეფორმებში. ვერც ერთმა, ესე იგი, ისეთი რაღაცები, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, შეფასებები და აიპაპები და რაღაც კიდე სხვა პაპები, ხო? ინტენსიური დიალოგი იქნება რაღაც მიმოხილვა იქნება ჩვენ უსაფრთხოების მიმოხილვა იქნება და უსაფრთხოების მიმოხილვა პოლონეთს დღემდე არ აქვს დამთავრებული სხვათა შორის და უნგრეთმა სამჯერ გაიარა და მესამეს ვერ დაამთავრა დღეს. ამიტომ ლაპარაკი აქ დგას ძალიან სხვანაირად. დღეს ჩვენ რუსები აღარ ამალავენ და ჩვენ რას სულელობთ მე ვერ გავიგე. რუსები იძახიან რომ ლაპარაკი არც ოსეთზე არც აფხაზეთზე არის შეუშვათ ნატოში თუ არ შეუშვათ ნატოში. ჩვენ ვიძახით არა რადგან 7 ნოემბერი მოხდა ნატოში აღარ შევალთ, კარგით რა. კარგით, მე მინდა იგივე შეკითხვით მოგმართოთ კობა. ქალბატონო, თქვენი ობიექტურობა საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ 45 წუთიდან ჩვენ დაგვეფხა მხოლოდ 2 წუთი და ცოტა თანაბარი აღადგინეთ პარიტეტი ჩვენ შორის. რა გაინტერესებთ ახლა კონკრეტულად რა ილაპარაკეს თეთრ სახში? კონკრეტულად რა ილაპარაკეს თეთრ სახში? როგორ ფიქრობთ თქვენ? არა, ის რაც არის ოფიციალური ინფორმაცია, ცხადია შენ არ გექნება ახლა ინფორმაცია, რომელიც არ გამხდარა პრესისთვის ცნობილი, მაგრამ როდესაც დემოკრატიულ ღირებულებებზე არის, მე ისევ მინდა მოვიშველიო ოპოზიციის არგუმენტები, რომლითაც ისინი უპირისპირდებიან თუნდაც ხელისუფლებას. როდესაც არის საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ზოგადად, როდესაც არის საუბარი ნატოზე და ასე შემდეგ, იქვე ჩნდება ყოველთვის დიდი კითხვის ნიშანი ოპონენტების მხრიდან დემოკრატიაზე, ღირებულებებზე და ასე შემდეგ. რა სიტყვის შენ? გეთანხმები აბსოლუტურად, რომ დემოკრატიის დონე საქართველოში არ არის ისეთი, როგორიც არის ახლა გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში, მაღალ განვითარებულ ქვეყნებში. ეს შედარება ცოტა არ იყოს მოიკოჭლებს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევადაროთ მაინც ისეთ ქვეყნებს საქართველოს, რომელთან ერთადაც ჩვენ გამოვედით აი ამ საბჭოეთის სკვარამიდან და ეხლა ვართ. მე ხა თუ შევადარებ საქართველოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, არაობიექტური უნდა იყო, ინგა რო თქვა, რომ ჩვენ ვართ ეხლა ვინმეზე ნაკლები. ან გნებავთ იმავე რუსეთს, რომელიც საერთოდ არათავისუფალი ქვეყანაა. უკრაინამ გაგვასწრო თავისუფლების ინდექსი. ეხლა ეს სწორია ვეთანხმებით თორნიკეს, თუ Freedom House-ის შეფასება და დღეს პონი პრეზიდენტი შეხვდა მას წარმომადგენლებს, ეს არის საბუთი და არგუმენტი თეთრი სახლისთვის იქნება ეს ბერლინისთვის თუ პარიზისთვის, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ და იმათ რო არ დაინახათ, ახლა ჩვენ რა ბატონი გიორგი ხნის ამას სადაოთ და საკამათოთ თუ ბატონი თემურა 7 ნოემბრის შემდეგ იყო უკუსლა, რეალურად იყო უკუსლა დემოკრატიის თვალსაზრისით. ამაზე შეიძლება შორს ავიდეთ ახლა და ამ აუდიტორიამ აქვს თქმა და ჩვენმა ტელემაყურებლებმა კარგად იციან, ამის დამალვა არ შეიძლება. ეს დემოკრატიის უკუსლა არ ეწერება მარტო ხელისუფლებას, მე ასე მგონი, ეს არის მთელი პოლიტიკური სპექტრის უკან დახევა. როდესაც ევროპისათვის და იმ ტრადიციის და პოლიტიკური კულტურის მატარებელი ქვეყნისათვის მარტო არ დგას ხოლმე ხელისუფლების პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ჩვენ ვხვდებით ჟურნალისტები ამ ევროპის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, არის ხელისუფლება, მაგრამ არის ოპოზიცია, ყველასა აქვს პასუხისმგებლობა. ასე რომ 7 ნოემბრის დროს მეტი წილი პასუხისმგებლობა იყო ხელისუფლების ხარჯზე, მაგრამ ოპოზიციაში. აი ეხლაც იგივე ვითარებაშია ქვეყანა. მე ესე მგონი, არავის არ ვაკრიტიკებ, მე ვთქვი რომ ოპოზიცია რო შიმშილობს და მშვიდობიანი აქცია ეს მისაღებია, მაგრამ თუ ეს ასე ვთქვათ მოჯადოებული წრე არ გაირღვა, თავისთავად ცხადია დემოკრატია ვერ ისაზრდოებს, თავისუფალი სიტყვის თავისუფლება ვერ განვითარდება საქართველოში. იგა მე და შენ ხო კარგად ვიცით ჟურნალისტები ვარ, რომ ჟურნალისტების თავისუფლება, თავისუფალი სიტყვა ეს არის ინდიკატორი ქვეყნის თავისუფლების და განვითარების. დღეს ისაც მოხდა იმედის დახურვის და მეორე ჩემთვის გაუგებარი დახურვის შემდეგ, ამან რა
თქმა უნდა დაარტყა დემოკრატიას. ეხლა ხდება ჟურნალისტების გადანაწილება, თვითრეალიზებული ჯერჯერობით ღმერთმა კარგად განყოფილ შენახავს. სხვების ბედი ჩემთვის გაურკვეველია. ამ ტელეკომპანიებში ისინი ბოლომდე დამაგდებიან თუ არა არავინ არ იცის. ამ ტელეკომპანიების ხელმძღვანელების ბედის გაურკვეველია. ეს გაურკვევლობები ზოგადად ბევრია ქვეყანაში. მაგრამ დემოკრატიას აქვს ხარვეზები. ეს შემენათქვამი არ არის ჩერჩილის არის, იმას აქვს უამრავი ხარვეზები, მაგრამ ის ყველა მმართველობაზე უკეთესია. მაგრამ თუ თანხმდებით იმაში, რომ აი ეს ყველაფერი მიუხედავად ამ ღრუი ნაკადების არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ შეგვიძლია აქედან გამოსვლა, თუ ვიცით ეს მიზანი ერთ რამეში მაინც თუ არ შეთანხმებული, რომ ნატოში ჩვენი შესვლა ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, თავი დააღწიოს რუსეთის ზეგავლენას, იმიტომ რომ მე რატომ თემურ უფრო ის კი არ მგონია მაგალითად რომ რუსეთი აი ეს დემარშებს მიმართავს. მე გაცილებით უფრო მეტად აი ეს თაფლაკვერის პოლიტიკის რეციდივები მგონია საშიში, რომელსაც ეხლა რუსეთი გამოიყენებს. მაგალითად ის მგონია რომ თქვენ ერთ-ერთმა სტუმარმა აი აქტივისტები ბატონმა გოგითოფაძემ თქვა ჩემთვის სულად მოულოდნელი რამ, თუმცა რომ მას უნდა დაუთმოთ რუსეთს შავი ზღვის აკვატორია, იმიტომ რომ მას ყოლია ძლიერი წყალქვეშა ნავი. ბატონი გოგი ანგარიშგასაწევი ადამიანია. ძალიან ანგარიშგასაწევი ადამიანია საზოგადოებაში. როცა ის ამბობს სიტყვას, რომ დაუთმოთ რუსეთს შავი ზღვის აკვატორია თუ რაღაცა, ეს მე ვფიქრობ, რომ შორს მიმავალი რაღაც გაუგებრობა, არ ვიტყვი რომ ეხლა ეს არის რაღაც გეგმის შემადგენელი შორსავარ შეთქმულების თეორიისაგან. მე ვფიქრობ რომ რუსეთის შემდგომში გააძლიერებს აი ამ დაძაბულობის, აი ამ გაურკვევლობის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აი ესეთი დაპირისპირების თაობაზე რაღაც ელემენტებს, რომლებიც რა თქმა უნდა გაძლიერდებიან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წინასწარ არ უთხარებთ, ეხლა და არ შევამზადეთ საზოგადოება, რომ არა უშავს თუ ბუქარესტის ნატოს სამიტზე ჩვენ მეფს ვერ მივიღებთ, მაგრამ მივიღებთ უახლოეს მომავალში. ეს გარდაუვალია. ამ პათოსში მიუხედავად იმისა, რომ მე ჟურნალისტი ვარ და ვარ სკეპტიკოსი, უნდა დავეთანხმო გიორგი ბარამიძეს და თემური ოკობაშვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განაჩენს გამოვუტათ საკუთარ თავს. და ამით დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში, როგორც ახლა არ ვიცი ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი გულწრფელად ალბომდა ამას რასაც ჯერავს, არ არის მარტო გადაღებული ტანკები, დამიჯერეთ მე თქვენ. არასოდეს გადაღებული ტანკები არ მინახავს მე და განსაკუთრებით ახლა. ისეთ ტექნიკაა, რომ მაგალითად მე პირიქით ვაკრიტიკებ თავდაცვის სამინისტროს, რომ უყიდულობს ესეთ ზურათგირებულ ტექნიკას. კარგით, მე მინდა თორნიკეს დაუსვა ერთი ასეთი შეკითხვა და შემდეგ რეკლამას გამოვაცხადებ და უკვე ბოლო კითხვით დავბრუნდებით ეთერში. როდესაც არის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბარი და ნატოზე, ძალიან ბევრი ადამიანისგან მე მომისმენია ასეთი კითხვა, როგორ, ანუ აი იქნებ შესაძლებელია ახლა თქვენთვის ეს იყოს რაღაც ძალიან ისეთი ზოგადი შეკითხვა, რომელზეც მითხრათ რომ შეუძლებელია ახლა ესეთი პირდაპირ პასუხის გაცემა, მაგრამ როგორ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ნატოში შესვლა? მე მესმის მთელი საზღვრების დაფიქსირება და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ ფაქტი არის დე იურე, მაგრამ არის დე ფაქტო ჩვენ იქ ვერ შევდივართ, ვერ ვაკონტროლებთ, ოფიციალური თბილისისთვის აბსოლუტურად გაუკონტროლებელია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით და უკვე ძალიან ბევრი წელია. აი როგორ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის? კარგი შეკითხვა, ცოტა შოვიდან მოული დღესდღეობით რა ვითარებაც ახლა არსებობს ამ ტერიტორიების გარშემო. წავაგავს ასე თქვა რაღაც დონეზე პოკერის თამაში. ანუ რუსეთი ეუბნება დასავლეთს, რომ მე იქნა არ გავიყვან სამშვიდობოებს და შენ მოდი, ალბათ თუ ვაშკაცი ხარ, ეს თქვა მიიღე საქართველოს მაინც ნატოში. ჩემი ჯარები იქ დარჩებიან და გამოვარო შენ ყავს ქვეყანა ნატოში, რომელშიც დგას რუსული ჯარები. ამავე დროს დასავლეთი ამაზე ეუბნება, რომ მაინც მივიღებ საქართველოს ნატოში, მიუხედავად ამისა, რომ შენ ჯარები იდგას და ხა შენ თუ გიიღე საქართველოს იმისთვის, რომ შენ ჯარები დატოვო იქ და ამის ავტომატურად მოხვიდეს საომარ-მდგომარეობაში პრაქტიკულად ნატოსთან, ნუ ეს სხვა საქმეა. ალბათ არ უღირს. აი ამ შემთხვევაში ვინ მოიგებს საბოლოო ჯამში? ალბათ მოიგებს უფრო ძლიერი. დასავლეთი პრინციპში უფრო ძლიერია დღესდღეობით რა თქმა უნდა რუსეთზე. წესით დასავლეთი უნდა მოიგოს. აუცილებლად საბოლოო ჯამში ეს თამაში. მაგრამ მაინც ისაც განცხადება გააკეთა მერკელმა, გერმანიის კანცლერმა. ცხადია შემაშფოთებელია. მან პრაქტიკულად ეთანხმება ბატონ თემურს დაუზასტურა პუტინს, რომ აი შენ შეგიძლია ითამაშო ჯერჯერობით ამ ტერიტორიებზე. შენ თუ ვიტყვი რომ აი მე იქიდან არ გავალ და საქართველოს ამას არ მოუგვარებ და გავუხთულებ, თუ საქართველოს მიუხედავდა ნატოს, მაშინ მე თავ შევიკავებ საქართველოს რომ მიიღო ნატოში. აი ეს პრობლემაა ძალიან სერიოზული. სამწუხაროდ საბოლოო ჯამში აი რუსებისთან თამაშობ ჯერჯერობით ამ ეტაპზე გაჭრა, მაგრამ მე მგონი მაინც საბოლოო ჯამში მას დათულა მოუწევს და ადრე თუ გვიან საქართველოს ცხადია შევა ნატოში. მაპი შეიძლება ხა ვერ მიიღოს ბუქარესტის სამიტზე, მაგრამ რა თქმა უნდა შევა და თუ შევა, აი სწორედ მაშინ მომაგორებს კონფლიქტებს ამ ტერიტორიულ პრობლემებს. როგორ? ეს ამ თავარი იქნება საბოლოო ჯამში ის რომ რუსები დარჩება იქ, მაშინ იგი მოვა საომარ-მდგომარეობაში ნატოსთან.
უღირს მას ამის გამო დარჩენა იქ. ბრძანეთ და რეკლამას გამოვაცხადეთ. დასურა თორნიკე მე ამ ანუ მას უღირს საქართველოს რაღაც ტერიტორიის ნაწილი იმისთვის რომ მოვიდეს კონფლიქტში მთელ დასავლეთთან ნატოს სახით. ალბათ საბოლოო ჯამში არ უღირს. ეხლა იგი ეძება სპეკულაციას. აი მეიქნენ არ გავა, მაგრამ აი ვინ უფრო ძლიერია სპეკულაციას თამაში ძროს ვინ უფრო ძლიერია, ვის უფრო მეტი კოზირია ხელში რუსეთს თუ დასავლეთს ხადი? და დასავლეთს უღირს ამ შემთხვევაში. როგორ ფიქრობ? აი მივიდივართ იქამდე რომ დასავლეთს რო უღირდეს ეს კონფლიქტი რაღაც დონეზე. უფრო ძლიერია, მაგრამ რომ უღირდეს საქართველოს უნდა იყოს ესე თქვათ სანიმუშოდ არა, მაგრამ ანუ აი რაღაც დონეზე უნდა მივეხოდდეს საჭიროება სწრაფად დემოკრატიის ზონეს, რომ თქვას მერკელმა რომ მე მიღირს ამ ქვეყნის გამო რუსეთთან კონფლიქტი. აი იქამდე მივიდივართ. ამიტომ ვიძახდი თავიდანვე დემოკრატია მთავარი ამ შემთხვევაში ჩვენთან დემოკრატია ჩვენ თუ ვერ განავითარებთ და ისე თქვათ არ დავაჩქარებთ, დაჩქარების ტემპი საკმაოდ მაღალია, მაგრამ მაინც უფრო მაღალი უნდა იყოს და ამის შანსი ჩვენ გვაქვს არჩევნების დროს. რომელიც ახლა მოდის. ობიექტური ჭეშმარიტებისთვის ერთი წინადადება ობიექტური ჭეშმარიტებისთვის. რასაც ამბობს აბსოლუტურად ვეთანხმები თორნიკე, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ჩვენ გვთხოვენ ასე გაფაციცებით ამ დემოკრატიას, თორემ უნდა თვალისწინოთ ისეს და გავიხსენოთ, რომ როდესაც შედიოდა ნატოში ბევრი ქვეყანა, ხორვატია და მაკედონია და ალბანეთი აქვს დავანებოთ ამას თავი, არც თურქეთი, არც ესპანეთი, არც იტალია არ იყო დემოკრატიის სამაგალითო ქვეყნები რა და მოდი ახლა ნამეტანი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა რომ საქართველოს მაფში რო შევა ყველა პრობლემა მოგვარებული იყოს, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის იყოს სარმონიული ურთიერთობა, აღარ იყოს კარვები, თლათ მე მგონი ასე არ არის, მაგრამ არ ვიცი არ გამოვრიცხავ თონიკე შენ უფრო ხმაცოდნები გაქვს ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელობად ეს დემოკრატია შეიძლება რატომ გვაც რა ვიცი მგონი ჩვენ გვთხოვენ ასე უფრო მაღალ დონეს იმიტომ რომ ამას ანგარიშო გაუწიოთ ამას უნდა გაუწიოთ მაგრამ თლათ 100%-იანი მაჩვენებელი ვერ გვექნება კარგეთ ბრძანეთ ბატონო თემურ და მე რეკლამა უნდა გამოვაცივია ყველაფერი რა ჩვენ ვიძახით რომ სამშვიდობო პროცესი არის შესული ჩიხში. მე მინდა გითხრათ რომ არაფერი ჩიხში არ არის შესული, იმიტომ რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ ყოფილა. სამშვიდობო პროცესი რა არის? როდესაც ჩვენ ვიცით რა არის საბოლოო მიზანი, ვიცით რაზე უნდა გავრიგდეთ და სამშვიდობო პროცესი არის აი გარიგებისაკენ სვლა. უკვე ტექნიკური დეტალების შეთანხმება, ვინ რას მიიღებს, ვინ რას დაკარგავს, ვის რა ხელისუფლება ექნება, წყალი, გაზი, ამ შემდეგ, ხო? ეს არის კლასიკური სამშვიდობო პროცესი, ეს იყო არაბეთ-ისრაელის კონფლიქტში, ეს იყო ნებისმიერ კონფლიქტში, სადაც იყო ესეთი გარიგებები. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ საბოლოო მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის, მაგრამ ერთ-ერთი მონაწილე ყველა სამშვიდობო ეგრეთ წოდებული პროცესია რუსეთი, ამას რეგულარულად არ ხვევდა. ამიტომ ჩვენ არ გქონია არანაირი სამშვიდობო პროცესი, ნუ ვიტყუებთ თავს. ჩვენ გქონდა ეგრეთ წოდებული რა ქვია, ნდობის აღდგენის ტიპის შეხვედრები, რომ ჩვენ ველაპარაკებით აფხაზებს, ველაპარაკებით ოსებს, ვილაპარაკებით ბევრს, მე ჩამოვიდეთ თბილისში, ვიტყოდით რომ ვილაპარაკობთ და ყველას უხარდა რომ ვლაპარაკობთ. სამშვიდობო პროცესი არ ყოფილა და როდესაც ნატოში შესვლით საქართველოს საბოლოოდ კარგავს ცხინვალს და სოხუმს, ასეთი განცხადებები გაკეთდა რუსეთის სათათბიროში. ნუ ვიმეორებ და ბატონო გიორგი გაკეთდა ასეთი განცხადებები. ნუ გაკეთდა და რაღაცა ხა ბევრი განცხადებები კეთდება საქართველოს პარლამენტში, მაგრამ თავარი ის არის რომ ნატოში ჩვენ რო ფეხს შევდგავ, შევალთ კიდე სხვა თემა, რო შედგავ, აი ამ манипуляციის საგანი მთავრდება. იქ უკვე საბოლოოდ ესმევა წერტილი ყველანაირ დამოუკიდებლობაზე, გამოყოფაზე, მიერთებაზე, გადაერთებაზე, ანექსიაზე საუბარს. მთავრდება მან და მაშინ იწყება უკვე რეალური სამშვიდობო პროცესი. მე რომ უკვე ვждებით და ვლაპარაკობთ ფედერაციას ვაკეთებთ, კონფედერაციას ვაკეთებთ, ამას ვაკეთებთ, უნიტარულ ქვეყანას ვაკეთებთ თუ როგორც ვაკეთებთ. მე იწყება სამშვიდობო. დღეს არა გვაქვს სამშვიდობო. დღეს რა გვაქვს, იცით? დავდივართ ჩაკეტილ წვეზე. გინდა მარჯვნიდან წადი, გინდა მარცხნიდან წახდი, მიდიხარ ესე იმავე წერტილამდე და ტრიალებთ ესე რა და მთელი ჩვენი ცდელობა ამ ხელისუფლების დღევანდელი ცდელობა არის რომ დავარღვიოთ აი ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ. დიდი მადლობა. და აი ეს არის ძალიან მარტივად. ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ მე დავსვამ მხოლოდ ერთადერთ შეკითხვას და ამ შეკითხვაზე მივიღებთ ალბათ ჩვენი სტუმრების პასუხს. გასაგებია მე ეს განცხადებები არაერთხელ მომისმენია, რაოდენ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის გაწევრიანება სილოატლანტიკურ ალიანსში, მაგრამ აქვე ყოველთვის ჩნდება ხოლმე ერთი კითხვა, როდესაც ჩვენი სტრატეგია, ჩვენი ქვეყნის სტრატეგია და მიზანმიმართული ეს არის ნატოს წევრობა, რატომ არა და არ ტოვებს საქართველოს DST-ს და საერთოდ ჩნდება თუ არა ნატოსთან მიმართებაში ეს შეკითხვა, ეს იქნება ჩემი ბოლო კითხვა დღევანდელ გადაცემაში თემასთან მიმართებაში. ჩვენ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ. საერთოდ ფიქრობს თუ არა საქართველოს ხელისუფლება DST-ს დატოვებაზე და როდის?
მაშინ როდესაც ჩვენ გვესმის განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ არა და არტოვებს საქართველოს DST-ს. მოდით დავიწყებ პასუხის მიღებას გიორგი ბარამიძისგან, იქნებ მოკლედ უპასუხოთ თუ შეიძლება, ეს არის ბოლო კითხვა. მე ერთხელ თქვენს ეთერში გავეცი ამ შეკითხვის პასუხი. საქართველოს აუცილებლად გამოვა DST-დან, გამოვა იმ მომენტში, როდესაც ეს იქნება ყველაზე უფრო მეტად საქართველოს ინტერესებში. თქვენ იცით და ბოლო დროის განმავლობაში ბევრი რამ გამომჟღავნდა, თუნდაც DST-ში ჩვენი ყოფნით, ჩვენ საკოზირო კარტი დავიჭირეთ ხელში, მას შემდეგ რაც ვთქვათ, აი რუსეთი გამოვიდა იმ ემბარგოს რეჟიმიდან და ჩვენ ახლა გვაქვს საფუძველი იგივე ამ გადმოსახედიდან პრეტენზიები წაუყენოთ რუსეთს. ასევე თქვენ იცით იგივე სავიზო რეჟიმის საკითხები, როდესაც დაარღვია რუსეთმა, ჩვენ გქონდა ლეგალური საფუძველი გვეთქვა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს და DST არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომლის წევრი ვართ ჩვენ, ისეთი როგორც ჩვენ ვართ ბისეკის წევრი, გუამის წევრი, გაეროს წევრი, თუმცა მნიშვნელობით ყველა სხვადასხვა და ასევე არის ეკონომიკური საკითხები. DST-ს ჩარჩოებში ჩვენ უამრავ წევრ სახელმწიფოსთან გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა და მათთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები. ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ კონკრეტული ჩვენი ადამიანების პრობლემებზე, იგივე შემოდგომაზე, მანდარინების და პორტოხალის გატანაზე იყო, მანამდე ყურძნის გატანაზე იყო და ის ადვილად რო გაქონდა და ადვილად მოახდინეთ ორიენტაციის შეცვლა რუსეთიდან სხვა ქვეყნებზე. სწორედ იმის გამო იყო, რომ ეს ხელშეკრულებები იყო. ანუ ეს სასარგებლოა და ერთ არგუმენტს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ DST-ში ჩვენი ყოფნა რამენაერად ჩვენ ხელს გვიშლის ან ნატოში გაწევრიანებაში, ან იმ დემოკრატიული პროცესების წარმართვაში, რაზეც ჩვენ ყველანი ერთად შეთანხმებული ვართ, რომ ამ მიმართულებით უნდა გავაგზავნოთ სვლა და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ისე მოხდეს DST-ში ისე იცვლება ვითარება, იმიტომ რომ იცვლება თითოეულ სახელმწიფოში ვითარება, იცვლება უკრაინაში, იცვლება მოლდოვაში, იცვლება აზერბაიჯანში და თითოეული ამ ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთთან. თქვენ წარმოიდგინეთ, იცვლება რაღაცა თვალსაზრისით ბელორუსიისა და რუსეთის ურთიერთობები ცენტრალური აზიის. შეიძლება რუსეთს დაჭირდეს იქიდან გამოსვლა, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი პრობლემა იმ ორგანიზაციაში ყოფნის არ გვაქვს, არც ერთი სერიოზული ხელშეკრულება რატიფიცირებული არ გვაქვს. ამავდროულად ჩვენთვის ეს არის ხანდახან გამოსაყენებელი დიალოგის ფორმატის საშუალება, ასე რომ არც იქიდან იქ ყოფნა არის პანაცეა და არც იქიდან გამოსვლა არის პანაცეა. რაც არის საქართველოს ინტერესში, უნდა გავაკეთოთ ის. დიდი მადლობა, კობა. იგივე ერთი შეხედვით მართლა პარადოქსული ვითარება, ეხლა ეს ზედაპირულად რო შეხედო ეს, მაგრამ საერთოდ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ცუდად არ ახასიათებს, რომ ის თulis ყველაფერს. თუ ამ დათვლაში და რაც ბატონმა გიამ წარმოადგინა, ეხლა მოგება უფრო მეტია და ჩვენ არა ვართ მე რაც შემთხვევით თავარია სამხედრო ხელშეკრულებით და უსაფრთხოებით ამ DST-სთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული ოდაკების წევრი არა ვართ. თვითონ რუსეთსაც მართლა ცოტა არ იყოს ამ რეზილია გული ამ DST-ზე, მაგრამ არ იცის რა უქნას და უფრო რაღაც ევრაზიისკენ იხრება იქ რაღაც შანხაის ხელშეკრულება და ასე შემდეგ. შორს აგვიყვანს ამაზე ლაპარაკი. თუ ეს აქედან არის ეკონომიკური სარგებელი და მართლა ამით აზერბაიჯანს, ყაზახეთს და მათ ხელმძღვანელობას ხელფეხი უფრო ეხსნება იმისათვის, რომ საქართველოს რაღაც კრიტიკულ მომენტში მაინც მხარი დაუჭიროს, არ უნდა აუჩქარდეთ, მაგრამ როგორც კი საქართველოსთვის წამოვა სიგნალი, რომ მაპის წევრები ხვდებით, მე მგონი ეს საკითხი ავტომატურად დღის წესრიგიდან მოიხსნება. დიდი მადლობა, თორნიკა, რა სიტყვით თქვენ? მე წინააღმდეგ ვიყო, რომ მას მივაკეროთ რაღაც შეთქმულების თეორიის, ესე ვთქვათ, იარაღი მივცეთ, რომ აი საქართველოს თავრობა არ გამოდის ესენგენდეს, ეგ ნატოში არ უნდა. ეს აბსურდია, რა თქმა უნდა. მე როგორც მახსოვს ჩემი გამოცდილებიდან, პრაქტიკულად ჩვენ არც ერთი ხელშეკრულება სერიოზულად არ მივერთეთ, ესე იგი რაც ვიყავით, რაც ვართ. და ის კი არა, როგორც მე მახსოვს, არ ვიხდეთ საწევრულსაც კი. ასე რომ მანერი ზიანი ამ საქართველოსთვის არ მოაქვს. მე მივესალმე მართლა კობაბრასკო იმ მომენტს, რომ კარგია ხელისუფლება თუ ითვლის ყველაფერს და გამოვა იმ დროს, როცა საჭიროა მართლაც, სადღაც გამოსვლით რას მივიღებთ, უნდა დავთხოვოთ და რას არ მივიღას დავკარგავთ საბოლოო ჯამში. თუმცა ერთი მომენტიც არის, DST-ს სამშვიდობები დგან აფხაზეთში და ამით ჩვენ შეგვიძლია კიდევ მანიპულება, როცა დავჭირდება ალბათ ამისთვისაც საჭიროა რომ ჯერჯერობით ვიყოთ. თუ ჩაითვლება ჯერჯერობით უნდა ვიყოთ ეს სპეცგვაზლებს. გვიტოვებ ჩვენ ამ პერიკეტებს. ალბათ უნდა ვიყოთ. გარდა ამისა, აქ არის ერთი მომენტიც კიდე, ორმხრივი შეთანხმებები არ არსებობს ქვეყანაზე, როგორც მე ვიცი. ეს ეხება ვიზო რეჟიმს და ასევე ორმაგდაბეგურას, ესენი გამას არეგულირებს თავისთავად და ამიტომ მე ტრაგედიას ნამდვილად ვერ ხედავ ესენი ჯერჯერობით ვართ. ეს ნატოს ხელს არ უშლის არანაირად. კარგი და სულ ბოლო კითხვით მე მინდა მიმართო ბატონ თემურს, ხვალ თუ კი გავა რუსეთის სათათბიროს ხდომაზე ის ცნობილი დოკუმენტი განსახილველად, რა პოზიციას უხვედრებს თბილისი?
ხვალინდელ დღეს რაიმე საპროტესტო განცხადება, რაღაც კონკრეტული ქმედითი გადაწყვეტილება ან ასე შემდეგ არის თუ არა დაგეგმილი? თუ გავა კითხვა არ არის, გავა აუცილებლად ზუსტად ვიცით რომ გადის 4 საათზე, ეგეც კი ვიცით. არც ის გაგვაოცებს რომ ეს დოკუმენტი რაღაც სახენაცვალი ფორმით იქნება მიღებული. მე ვფიქრობ რომ ჩვენ ამ დოკუმენტის მიღებას უნდა შევხვდეთ შვიდად და არანაირ პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ, იმიტომ რომ როგორც უკვე თქვი, მას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. ამ ნაბიჯით რუსეთი ეწევა ძალიან აქტიურად თვითლუსტრაციას და მე ვიტყოდი ბოლო პერიოდი პროცესები, რაც განვითარდა კოსოვოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ყველაფერი რაც კი რუსეთმა გააკეთა ჩვენ სასარგებლოდ. ყველაფერი დაწყებული სანქციების მოხსნიდან, DST-სთან დაკავშირებით მინდა დაუბრუნდე და თქვა, რომ ყველაზე რთული თემა ჩვენთვის DST-ში და ნატოსთან მიმართებაში ეს არის DST-ს ეგიდით მყოფი შეიარაღებული ძალები რუსეთისა. და ეს არის ყველაზე სერიოზული თემა რა DST-ში ყოფნა არ ყოფნისთვის ნატოსთან მიმართებაში. რუსეთმა თვითონ გადადგა ნაბიჯი და გამოვიდა იმ სივრციდან, რომელიც შეეხება DST-ს მოღვაწეობას აფხაზეთთან მიმართებაში. თუ ის გამოდის ერთი დოკუმენტიდან, რომელიც აფხაზეთს შეეხება, მეორე დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთს შეეხება, როგორ შეიძლება იყოს ძალაში და იყოს ქმედითი და იყოს ასე ვთქვათ სასარგებლო. ამიტომ პრეზიდენტმა ეს უკვე თქვა, მე შემიძლია გავიმეორო, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხს DST-ს ფორმატში. მე წინააღმდეგი ვარ რუსეთის გაყრისა, მაგრამ არ მინდა რუსის სამხედრო მირჩევნია დაუშვათ რუსი პოლიციელი. და ხვალინდელი განცხადების მერე თუ პარლამენტს ექნება ამის სურვილი რომ უპასუხოს ნიჭერის მაინც პარლამენტია უპასუხოს, მე ვფიქრობ რომ ესეთი რაღაცები უნდა ჩავატაროთ ხოლმე, იმიტომ რომ სანამ ეს არ მიიღებს რეალური საფრთხის ფორმებს, მაშინ მართლა წერონდა ეკითხა. ძალიან დიდი მადლობა. აი ასეთი პოზიციით უნდა დავასრულოთ. ბატონო გიორგი, ჩვენი დრო ამოიწურა. მნიშვნელოვანია რომ გითხრათ, იმიტომ რომ ეს არც აქამდე ერიდებოდათ ამ ხელშეკრულებიდან თუ ვალდებულებიდან გამოსვლამდე თუ ეხლა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა რაც თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი სამხედრო ტექნიკისა თუ დახმარების სეპარატისტული რეჟიმისთვის მიცემასთან დაკავშირებით და ამაზე ჩვენ ვირეაგირებთ ძალიან სერიოზულად და ჩვენ ამის საშუალებები გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა. მასე როგორც უკვე ბატონმა თემურმაც დაადასტურა, ზუსტი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ მხოლოდ 4 საათზე რუსეთის სათათბირო განიხილავს სწორედ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საკითხს. ბატონი თემური ამბობს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევ წერონ და იკითხონ. არ ვიცი რას ფიქრობს მაყურებელი, ფიქრობს თუ არა ის ასე რომ წერონ და იკითხონ. ყოველ შემთხვევაში ყოველი ასეთი თემა ეს იწვევს რაღაც განსაკუთრებულ ემოციას და ბუნებრივ კარგით, ამ სტუდიაში მე ძალიან ბევრჯერ მოგიწევთ კიდევ, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც არასოდეს არ სრულდება, ალბათ არ დასრულდება იქამდე, ვიდრე არ აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. და მე მინდა დაუბრუნდე ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვას, მთავარი თემა შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ დღევანდელი გადაცემა. გადაცემის დასაწყისში ჩვენ დავსვით ასეთი კითხვა, როგორ ფიქრობთ, უნდა შეწყვიტოს თუ არა შიმშილობა? ოპოზიციამ ჩვენი მაყურებლის 67% ამბობს, რომ იგი მომხრია, რომ ოპოზიციამ შიმშილობა შეწყვიტოს, 32%-ის აზრით კი არა. თქვენ მოისმინეთ განცხადებები როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები უკვე ხვალიდან. ორშაბათს ოპოზიცია გეგმავს კვლავ მიტინგს პარლამენტთან, ჯერჯერობით შიმშილობის შეწყვეტაზე განცხადებები არ გაკეთებულა, უფრო სწორედ მას შემდეგაც ნინო ბურჯანაძემ გააკეთა განცხადება, რომ მათთვის არის კატეგორიულად მიუღებელი პოლიტიკური ულტიმატუმის წაყენება საქართველოს პატრიარქთან. ამის შემდეგ ჩვენთვის არ გამხდარა ცნობილი თქვათ რა განცხადების გაკეთებას აპირებს ოპოზიცია. ეს უკვე ალბათ ხვალინდელი დილიდან გახდება ცნობილი. მე მინდა ყველას გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებდით მონაწილეობას გადაცემაში. კარგად სარდებით.